სიმართლე ცოტა მეუღებულება ამ ცნობას დავარქმევი უხერხულობის განცდას, რასაც მინდა გელაპარაკოთ. ეს უხერხულობის განცდა გამოწვეული არის საუბრის თემიდან, კერძოდ მერაბ მამაკაშვილიდან, თუმცა მისივე ნაზრების მოდელიდან რომ გამოვიდეთ, ეს მისი ბრალი არის. არამედ უხერხულობას მიქმნის ჩემივე განცდა, ჩემივე დამოკიდებულება ამ ავტორის მიმართ, რომელსაც მე დავარქმევდი, ვიტყოდი, რომ არ არის გადაჭარბებული, ეს არის ინტიმური განცდა. ამ ავტორის მიმართ მაქვს არა როგორც რომელიმე ფილოსოფოსის მიმართ, რომლისგანაც რაღაცის სწავლა შეიძლება, რაღაცის გაგება შეიძლება, როგორც ისტორიის ფილოსოფიის ისტორიის ობიექტისადმი, როგორც რაღაც გარკვეული სააზროვნო ეტაპი აზროვნების ისტორიაში, არამედ მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არის სრულიად სუბიექტური და კიდევ უფრო მეტად ვიტყოდი ინტიმური. ინტიმურობაში გულისხმობ ისეთი ტიპის განცდას, რომელიც არ ექვემდებარება გარეთ გამოტანას. და ყოველთვის არსებობს საფრთხე იმისა, რომ რაღაცა, რომელიც გარეთ გამოგვაქვს, განიცდის ვიტყოდი პროფანაციას, მაგრამ პროფანაციაც არ არის საკმარისი ამ განცდის აღსანიშნავად. ეს უფრო იქნებოდა საიდუმლოს გაცემა. ანუ იძულებული ვარ გავცე საიდუმლო, ჩემი პირადი საიდუმლო, მაგრამ იმისათვის, რომ საიდუმლოს გაცემა ყოველთვის ნიშნავს მის განადგურებას, არა მხოლოდ იმას, რომ ვიღაცა გაიგებს, არამედ ყოველი გამოტანილი საიდუმლო არის განადგურებული საიდუმლო, ვეცდები ეს გრძნობები შევნიღო იმ ფორმით, რომელსაც მაძლევს ის მოდელი, რომელსაც უწოდებდი გნოსტიციზმს. გნოსტიციზმი ასევე შეიძლება ითქვას მეორე საიდუმლოც არის. მეორე საიდუმლო იმ თვალსაზრისით, რომელიც არ ექვემდებარება გადმოტანას იმ ენაზე, რომელზე ჩვენ საუბრობთ ან ვაზრობთ. ეს არის გარკვეული ტიპის სააზროვნო წყობა, რომელიც ალბათ შეიქმნა იმისათვის, რომ თავი დაგვეღწია იმ სამყაროსათვის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და რომლის წესებითაც ჩვენ ცხოვრობთ, რომლის ენაზე ჩვენ მეტყველებთ. ეს არის ერთგვარი გაყენებული ამ სამყაროდან გასვლის ისაშველება, რომელიც არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას სამყაროსეულ ენაზე. მე შეგნებულად ვაბუნდოვნებ, მაგრამ შევეცდები გარკვეული მეტი სინათლე შემოვიტანო იმაში, რასაც ვლაპარაკობ. ანუ მაპატიეთ თუ ბევრი ქარაგმა იქნება, ამას თვითონ როგორც სასაუბრო თემა, ასევე ჩემი პირადი სუბიექტური დამოკიდებულება მაინცულებს. გნოსტიციზმში ყოველთვის გულისხმობთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გარკვეულ ისტორიულ მოვლენას ან ისტორიულ მოძრაობას, რომელიც დაახლოებით პირველ საუკუნეში გაჩნდა. და შემდგომში თავის კულმინაციას, განვითარების კულმინაციას მეორე საუკუნეში მიაღწია, ხოლო მეოთხე საუკუნიდან დაიწყო მისი აკრძალვა და დევნა. ზოგადად გნოსტიკოსების ათვლა იწყება ერთი პიროვნებით, რომლის შესახებ ფაქტობრივად არაფერი არ ვიცით, გარდა იმისა, რომ ის ხდება სახარების ერთ ნაწილში, რომელსაც საქმენი მოციქულთა ეწოდება, და ამ ადამიანის სახელია სიმონ მოვი, ან ლათინურად სიმონ მაგუსი. ის ითვლება პირველ გნოსტიკოსად. შემდგომში გნოსტიკოსების რიცხვს მიეკუთვნებიან კლასიკურ გნოსტიკოსებს თუ ავიღებთ მეორე საუკუნის გნოსტიკოსებს, დიდი სკოლების დამაარსებლებს ბასილიდისი, ვალენტინუსი, ჰერაკლეონი, კიდევ სხვა სახელებით შეგვეძლო დაგვესახელებინა და აგრეთვე ერთგვარი სხვაგვარი ტიპის გნოსტიკოსი მარკიონი, ალბათ ყველაზე გავლენიანი და ბოლო დიდი ამ წყობაში, ასე რომელიც პიროვნულდება და პიროვნულ სახეს უკავშირდება, სახელს უკავშირდება, ეს არის მანი. შემქმნელი ახალი რელიგიური მიმდინარეობის საკმაოდ ძლიერი და გავლენიანის
მანიქეიზმის. მანის სიკვდილით დასჯის და შემდგომში მანიქეიზმის სასტიკი დევნის შემდეგ გნოსტიციზმი ქრება ისტორიის არენიდან. რჩებიან კათარები, რომელიც უკვე მაღალშუა საუკუნეებში ერთი სამხედრო ოპერაციით იქნენ სრულიად ლიკვიდირებული და განადგურებული, ეს იყო ერთ-ერთი თემი, რომელიც ცხოვრობდა საფრანგეთში და ისინი სრულად იქნენ განადგურებული. არსებობს შემდგომში უამრავი ლეგენდა, გადმოცემა, როგორ იცვალა ეს გნოსტიკოსებმა სახე, როგორ დაიმალნენ ისინი ისტორიაში და უყვალოდ არ გამქრალა. გნოსტიციზმის ერთგვარ რენესანსად მიიჩნევა მე-20 საუკუნის დასაწყისი, როდესაც ევროპაში ჩნდებიან ახალი მოაზროვნეები, რომლებიც ან იმეორებენ იმავე სააზროვნო პრინციპებს თუ პარადიგმებს, რასაც თავის დროზე ასე ვთქვათ კლასიკური კლასიკურმა გნოსტიციზმმა წარმოშვა, ან ზოგიერთი პირდაპირ ასახელებს, აცხადებს საკუთარ თავს გნოსტიკოსად და ციტირებს გნოსტიკოს ავტორებს. მათაც შევეხებით, უბრალოდ სანამ ამაზე ამ მიმართულებით წავიდოდით, მინდა წაგიკითხოთ მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელოვანის და ინტელექტუალის, ევროპელი ინტელექტუალის ჰუგო ბალის ერთი პატარა ციტატა მისი ცნობილი წიგნიდან ბიზანტიური ქრისტიანობა. ჰუგო ბალი პირველ რიგში ცნობილი არის როგორც ფუტურისტი, ფუტურიზმის ერთ-ერთი შემქმნელთაგანი, ცნობილი ფუტურისტი პოეტი, მანიფესტების ავტორი, თეორიული ნაშრომების ავტორი და მისმა როგორც ხელოვანის ცნობილობამ და პოპულარობამ გადაფარაკიდევაც ის ფუნდამენტური ნაშრომი ბიზანტიური ქრისტიანობა, რომელიც დღემდე ერთ-ერთ გერმანელები როგორც უწოდებენ შტანდარტ ვერკად მიიჩნევა ამ სფეროში. ჰუგო ბალის უწერია ასეთი რამ. გნოზისი 1000-წლოვანი სამეფოა. მას უწოდებდნენ სულიერების პირველ დიდ იმპერიას, რომელმაც ქრისტიანობის მნიშვნელობა შეიცნო. მას მიეკუთვნებოდა ძველი სამყაროს ცად ამაღლების დოქტორები, რომელთა საქმეც ტრანსცენდენტული სპეკულაციაა. ყველა ის დაფარული და ფანტასტიკური სული, რომლებზეც ჩვენი ხილვადი სამყაროს საგნები იმ ერთო უხილავი და ზემდგომი მეორე და მესამე სამყაროების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და სადაც შეღწევა ზოგადად შეუძლებელი რჩება. კარი შესასვლელი ჩახშობილია. სულიერების სამეფოს ისეთი მასშტაბებისა და სიღრმის, რომ რამდენიმე საუკუნის მანძილზე უსასტიკესმა დევნამაც ისტორიიდან უყვალოდ გაქრობა ვერ შეძლო. აკრძალული ნახევრად უარყოფილი იდეები კვლავ ცოცხლებიან, თუნდაც ხანგრძლივი დროის შემდეგ და სხვა გარეგნობით. ყურადღება მივაქციოთ თქოს ამ სხვა გარეგნობას. რამდენადაც აკრძალული ან განდევნილი ყოველთვის ბრუნდება ის სახეცვლილი, შენიღბული და სხვა გარეგნობა მიცემული. როდესაც ვლაპარაკობ და ვამბობ იმას, რომ უწოდებ მერაბ მამარდაშვილს გნოსტიკოს, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ მე მივაკუთვნებ რომელიმე გნოსტიკურ სკოლას, იქნება ეს რა ვიცი მარკიონისტული სკოლა, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა აქვს მე-20 საუკუნეზე, ან ვალენტინიანის სკოლა და ასე შემდეგ, არამედ მას მე ვარქმევ როგორც მის ერთ-ერთ ნიღაბს. ან ვიყენებ ამ ნიღაბს იმისათვის, რომ მასზე ვილაპარაკო. მოსავ ვაცმევ მას ერთგვარ სამოს იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს მისი გამოტანა იმ ენაზე, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და ვცდილობთ აზრი ვიპოვოთ, აზრი გამოვთქვათ ან აზრი ვიპოვოთ. აი ეს არის ჩემი ცდილობა იმისა, რომ მამარდაშვილი განვიხილო როგორც გნოსტიკოსი. 2 წლის წინ ქუჩის აკადემიაში მქონდა ლექცია საკმაოდ ზოგადი და კონტურული მიმოხილვა გნოსტიკოსებისა, გნოსტიციზმისა და იქ გარკვეული თვალსაზრისით დავაანონსე, რომ ვაპირებდი მერაბ მამარდაშვილზე როგორც ქართველ გნოსტიკოსზე საუბარს. ზოგადად ყოველთვის ისმება კითხვა მამარდაშვილზე საუბრისას, ვინ იყო მამარდაშვილი, რომელ ფილოსოფიურ მიმდინარეობას მიეკუთვნება ის. საკმაოდ ზედაპირული და ჩემი აზრით უაზრო კლასიფიკაციათა მთელი კასკადის პოვნა შეგვიძლია. ზოგ იმას
პოსტმოდერნის უწოდებს, რაც სრული ნონსენსი და აბსურდი მგონია, ან ზოგი მას ცდილობს მოდერნიზმს მიაკუთვნოს, ზოგი არ ვიცი რაღაცა, თანხმდებიან, რომ ეს არის მეტაფიზიკა, არამეტაფიზიკურ ეპოქაში შექმნილი და ასე შემდეგ. იარლიხის მოძებნა უამრავი არის შესაძლებელი, ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს და ყოველთვის ის პრობლემა 5 წლის წინ, როდესაც მე მამარდაშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნა სხვა არა საქართველოში, არამედ რუსეთში, მოსკოვში, მისმა ყველაზე ცნობილმა მოსწავლემ, რუსული ფილოსოფიური სკოლის ლიდერმა ვალერი პოდოროგამ თქვა, რომ მამარდაშვილი საერთოდ ამოვარდნილია თანამედროვეობის კონტექსტიდან. ის არ მიეკუთვნება არც ერთ ფილოსოფიურ მიმდინარეობას და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული თვალსაზრისით რაღაცა პარადოქსიც კი არის, რომ 20 საუკუნის მეორე ნახევარში ადამიანი ლაპარაკობს ისეთ საგნებზე და თანაც იმგვარი ენით, რომელზეც არავინ არ ლაპარაკობს, რომელიც არის აბსოლუტურად მოძველებული, ან შეიძლება ითქვას, რომ მოძველებული არასწორი, მოძველებული გულისხმობს, რომ ოდესღაც იყო და ის ჩამოეწერა დროის თვალსაზრისით, გაცვდა და ჩამოეწერა. საერთოდ გაუგებარია, რაზე ლაპარაკობს და რატო ლაპარაკობს ამ ენაზე. იგივე შეიძლება ვთქვათ ჩვენ გნოსტიკოსებზე, ეს არის გაუგებარი და გარკვეული თვალსაზრისით ამოვარდნილი ყველა იმ სააზროვნო კონტექსტებიდან, რომლებზეც მათ დაიწყეს, რომლებიც თუნდაც პირველ-მეორე საუკუნეებში არსებობდა და დომინანტური იყო იმ დროიდან სამყაროში. იქნებოდა ეს ახლად გაჩენილი, ჯერ კიდევ არადოგმატირებული ქრისტიანობა, თუ გვიან ანტიკური ფილოსოფია, ან თუნდაც ელინისტური ფილოსოფია, ჯერ კიდევ არ დაბადებული ნეოპლატონიზმი, ან ძველ აღმოსავლური ეზოტერული მოძღვრებები და სკოლები. არ არის შემთხვევითი ის, რომ გნოსტიკური სკოლები წარმოიშვა ალექსანდრიაში და ედესაში, სირიის ქალაქ ედესაში. ანუ იმ ადგილებში, სადაც უზარმაზარი სინთეზი ხდებოდა მსოფლიო კულტურების და პირველ რიგში გავამახვილებთ ყურადღებას ეზოტერული აზროვნებების. რადგან მახსენე ეს ტერმინი, რომელსაც სხვა შორის ძალიან ხშირად ხმარობს მერაბ მამარდაშვილი. და ცოტა სახიფათო ტერმინიც, იმიტომ რომ ეზოტერულობაში ჩვენ გულისხმობთ რაღაცა მაგიას, ხშირ შემთხვევაში სრულიად სამართლიანად იგივდება შარლატანობასთან, ადამიანები, რომელსაც უბრალოდ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება შეუძლიათ და რაღაცებს მიედ მოედებიან, იგონებენ რაღაც გაურკვეველ სიტყვებს, ფრაზებს, სახეებს და ასე შემდეგ. ანუ ამ შარლატანობის ელემენტი ყოველთვის ხშირია ეზოტერულობაში. მაგრამ ეზოტერულობა თავისი პირველადი მნიშვნელობით ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ყველასთვის გასაგები ენა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ნაზიარებლებისათვის განკუთვნილი ენა და მისი გაგება შეუძლია ადამიანს, რომელიც არის ამ ენასთან და შესაბამისად ამ ენის ქვეშ მოთავსებული საგნებთან არის ნაზიარებული. მას აქვს განდობილი, გარკვეული ტიპის ცოდნა. ცოდნა, რომელიც არ ექვემდებარება უბრალოდ სწავლას. ჩვენ ამ ფრაზას ის, რომ ცოდნა არ არის ის, რომელსაც შეგვიძლია დავუკვირდეთ წიგნებში და დგება მომენტი, როდესაც ჩვენი ყველანაირი ცოდნა უფასოვდება, ეს შეიძლება ითქვას, რომ მერაბ მამარდაშვილის აზროვნების გამჭოლი ხაზია. და ის ყოველთვის აფრთხილებს თავის მსმენელს, ამდენადაც ის არ წერდა, არამედ ლაპარაკობდა და ესეც ერთგვარი გამოწვევა იყო თავის ეპოქასთან, თუმცა ვიცით ასეთი მოაზროვნეები, იგივე მე-20 საუკუნეში ვთქვათ, ფრანგი ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი ჟაკ ლაკანი, ან ლუდვიგ ვიტგენშტაინი, რომელსაც ფაქტობრივად ძალიან მცირე ნაწერები შემოგვჭა მისი და მას ჩვენ აუცილებლად ვახსენებთ, მას მე დღეს აუცილებლად ვახსენებ და ციტატასაც კი მოვიტან მისგან, რომლებიც არ წერენ არამედ მეტყველებენ. ან ძალიან ცოტას წერენ. ამ ტიპის გამოწვევა არ არის აგრეთვე ჩემი აზრით შემთხვევითი მამარდაშვილის შემთხვევაშიც. ის ვერ დაწერს იმ ენაზე, რომელიც არის იმ სამყაროსი, რომელშიც არ ხდება ხდომილება. ეს ცოტა უცნაური აზრი უნდა გავშალოთ დღეს იმისათვის, რომ გავიგოთ ვისაუბროთ მამარდაშვილზე და მის აზრებზე. ანუ არსებობს რაღაცა, რომელიც არაკონვერტირებადია
ჩვენს საზროვნო ენაზე. ან ჩვენს ყოფით ენაზე. თუ ჩვენს საზროვნო და ყოფითი ენები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მანძილი მათ შორის მეტნაკლებად იდენტურია. ჩვენ ვცდილობთ რაღაცეები გამოვთქვათ იმ ენაზე, რომელიც ჩვენთვის გასაგები იქნება. ეზოტერულობა გულისხმობს იმას, რომ არა ის, რომ მე ვეცადო რაღაცა ძალიან გავაუბუნდოვანო და გაუგებარი გავხადო, თუმცა არსებობს აზრის გაბუნდოვანება იმის გამო, რომ სხვაგვარად შეუძლებელია მისი გამოთქმა. და ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის აზროვნების იმ ფორმისათვის, ან ინსტინქტისათვის, რომელიც შემოიტანა ან გაახმოვანა მერაბ მამარდაშვილმა. მერაბ მამარდაშვილი ლაპარაკობს ძალიან ხშირად ყველა თავის ლექციაში, რომელიც ჩაწერილია და უდიდესი ნაწილი გამოცემული არის მთლიანობაში, დღესდღეობით გამოცემული არის 19 ტომი მისი თხზულებების რედაქტირებული. ლაპარაკობს იმაზე, რომ აზროვნებამ ჩვენ უნდა გამოგვიმუშავოს ისევე როგორც ვთქვათ, არა მხოლოდ აზროვნებამ, არამედ ვთქვათ ვიზუალურმა ხელოვნებამ, ამ პოეტურმა ენამ უნდა გამოგვიმუშავოს ისეთი ორგანო, ის ხმარობს ამ სიტყვას ორგანოს, რომელიც შესაძლებელს გახდის დაგვანახოს ისეთი საგნები, რომლებიც არ არის ხილვადი. მაგალითად ის ლაპარაკობს ერთ-ერთი მაგალითი შეგახსენებთ კურსზე ლექციებიდან, როდესაც ის ერთმანეთს ადარებს ხატწერას და მალევიჩის კვადრატს. ხატწერა არ არის ილუსტრაცია არც წმინდანების, არც ზებუნებრივი არსებების, არც ღვთაებრივი არსებების, არამედ ეს არის ხედვის პერსპექტივის შეცვლა. და ზუსტად იგივეს ხედავს მამარდაშვილი მე-20 საუკუნის ხელოვანში კაზიმირ მალევიჩი და მის კვადრატებში. ყოველთვის ისმება რა უნდა კვადრატი დახატა, მერე რა ვიღერ დახატავს კვადრატს. ეს არის სწორედ ხედვის შეცვლა, რომელმაც უნდა მოქცეს საშუალება იმისა, რომ მის უკან დავინახოთ სხვა საგნები, რომლებიც გამოხატული არ არის. ანუ იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ პოეზიას. პოეტურ ენას, როდესაც ვისმენთ, ამ კითხულობთ პოეტურ ტექსტს, ლექსი იქნება თუ შეიძლება პროზაულიც იყოს, ის არ ემსახურება იმას, რომ ჩვენ პოეტური ენით გველაპარაკებიან რაღაც ყოფით თემებს. თუ ამაზე გველაპარაკებიან, ნუ ეს სხვა საკითხია, ნუ არსებობს რაღაცა ილუსტრატიული ხელოვნება, ილუსტრატიული ლიტერატურა, ლოზუნგური ლიტერატურა, მოწოდებები, რო ეხლა რაღაცა ვქნათ, ან რეალიზმი, ვთქვათ, კრიტიკული რეალიზმი, ან სოციალისტური რეალიზმი და ასე შემდეგ, არა? რომელიც ემსახურება ჩვენს რაღაცაებზე ყურადღების გამახვილებას, ან ჩვენს შეცვლას და ასე შემდეგ. ენის გაუგებრობა, ყოფითი ენიდან გასვლის მცდელობა არის მამარდაშვილთან გზა იმისა, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ, ჩავვარდეთ, ესე ციტატა არის, ჩავარდნა პასიერის, რუსულად ასე ქვია, ანუ წყალებლობაში ჩავარდნა. ეს პასტერნაკისგანაა აღებული. ან ჩაგდებულობა სამყაროში. ჩაგდებულობა სამყაროში ეს არის ასევე ერთ-ერთი ხშირი გნოსტიკოსების მიერ ხმარებადი გამოთქმა. ისინი არ ქმნიან, გნოსტიკოსები არ ქმნიან ტერმინებს. თუმცა ტერმინი ყოველთვის კონკრეტულია. ტერმინის უკან დგას ყოველთვის რაღაცა კონკრეტული აზრი. მერაბ მამარდაშვილი ლაპარაკობს მეტაფორებზე და მეტაფორას ის უწოდებს ერთი მხრივ უწოდებს ის გაგებულ აზრს, თითქოს უცნაურია რა გაგებული აზრი როგორ შეიძლება იყოს მეტაფორა, ანუ რაღაცის გადატანა გაუგებარ ფორმაში. და მეორე მხრივ ის უწოდებს და აქვე შეგვიძლია სწორედ ამ გაუგებრობის განმარტება ვიპოვოთ, ამოვარდნა გარკვეული წკრივიდან. ანუ ჩვენ, როდესაც ვიმყოფებით თანამიმდევრულ წკრივში, აზრთა მსვლელობის, ვაგებთ რაღაცას, ქმნით კონსტრუქციას, ლოგიკურ კონსტრუქციას, თავის მიზეზშედეგობრივი მექანიზმებით, ჩვენ ვიმყოფებით ლოგიკურ წკრივში. ამ ლოგიკურ წკრივში ჩვენ ვერ მივალთ იმ აზრამდე, რომელიც არ არის მოცემული ამ სამყაროში. ამ სამყაროში გულისხმობთ ისევ და ისევ იმ ყოფით სივრცეს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. და რომელსაც აქვს თავისი ენა, თავისი ურთიერთობის წესები, თავისი კანონები და ასე შემდეგ.
ანუ საშუალება იმისა, რომ ჩვენ გავახციოთ ამ სამყაროდან, გულისხმობს უკვე იმ ენის შექმნას, ესეც მამარდაშვილის ეროვნული სიტყვა და ამას ცოტა ხანში, ცოტა მოგვიანებით ვაციტირებ კიდევაც, საიდან არის. ანუ ჩვენ ჭეშმარიტებას ვერ ვიპოვით. ჭეშმარიტებები არ არის არსად მოცემული, რომ წარმოვიდგინოთ, რომ სადღაც მდებარეობს ეს ჭეშმარიტება, ჩვენ წავიკითხავთ წიგნებს, ვისწავლით რაღაცას და ეს დაგვეხმარება იმისათვის, რომ მივადგეთ ჭეშმარიტებებს, ამოვთხაროთ საიდანაც, ვიპოვოთ და მერე ჯიბეში ჩავიდეთ. არანაირი ეს ჯიბეში ჩავდება მერე მამარდაშვილის მეტაფორა. ცოდნა არ არის ის, რომელსაც მე შევიძენ, ჩავიდებ თავში, ან ჩავიდებ ჯიბეში და მეგონება, რომ მექნება განცდა, მე ეს ხომ უკვე ვიცი. არაფერი მსგავსი არ ხდება. ანუ ეს არის მუდმივი პროცესი, ჩავარდნის პროცესი, რომელიც არ არის ამავე დროს ხელოვნურად გამოწვევადი. მე არ შემიძლია ხელოვნურად გამოვიწვიო ჩემ თავში აზრის დაბადება. სწორედ ნიჩეს აქვს ასეთი აზრი, რომ აზრები მოდიან მაშინ, როდესაც მან სურთ და არა როცა მე მინდა. ანუ ის მე გაუკვევლობის, გაუგებრობის ძალით ან მესტუმრება, ან არ მესტუმრება. უბრალოდ მე უნდა ვიყო მისი მიღებისათვის მზად. რას ნიშნავს ეს მზაობა? რანაირად შემიძლია ვიყო აზრის მიღებისათვის მზად? ეს არის ამავე დროს შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ესენციური, ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი მამარდაშვილის აზროვნებაში. მე უნდა ვიყო თავისუფალი ყველაფერი იმისაგან, რაც არ არის ცოცხალი. იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვიმყოფებით მკვდარ სამყაროში. მკვდარი სამყარო ნიშნავს იმას, რომ ჩვენი აზროვნება არის დახუნძლული, ან გაჭუჭყიანებული, დაბინძურებული, ნეგატიური სიტყვებია, მაგრამ მაინც არ მოვერიდები მათ ხმარებას, მკვდარი ფორმულებით, მკვდარი აზრებით, მკვდარი დოგმებით. ნებისმიერი აზრი და ფორმა, რომელიც არის, რომელიც დამხვდა როგორც მზა ფორმა, მზა მასალა, არის მკვდარი, რომელთანაც მე ვერ დავამყარებ ჩემს პირად ინტიმურ კავშირს, ჩემს ემოციურ კავშირს. მამარდაშვილს უყვარს და ეს უკვე ამოგებულია და ეს ფიქრობდი, რომ არც მეხსენებინა, იმიტომ რომ ხშირად ციტირებს ამას და უკვე სრული გაბანალურებაც კი მოხდა. ციტირებს ის პასკალს, ციტირებს ის ანგელიუს სილეზიუსს, რომ ქრისტე თუ არ დაიბადა შენში, ის შენთვის არ დაბადებულა, და არ ეცვა ჯვარს შენში. ის აბსოლუტურად მკვდარი არსება არის, რომელთა არაფერი საერთო მე არ მაკავშირებს. ის ყოველთვის იქნება რაღაცა რეაქციული, ის როგორადაც მას ყოველთვის იყენებდა. და ეს ბუნებრივია, ეს არის მისი ეს არის ინსტრუმენტი იმისა, რომ ქრისტე გამოიყენონ რაღაცისათვის, საკუთარი სურვილების, საკუთარი სიძულვილის, საკუთარი აგრესიის პროექციისათვის, მისი სახელით ილაპარაკონ და ასე შემდეგ. მის წინაშე ილოცონ და ეს ლოცვები ყოველთვის დაიყვანება რაღაც სურვილების შესრულებაზე და ასე შემდეგ. ანუ გააგრება რაღაცა ყოფითი მერკანტილური სამყაროსი იმასთან, რომელთანაც მას არაფერი არ აკავშირებს. ამას მამარდაშვილი უწოდებს ქრისტეს ჯვარცმას. ქრისტე იქნა ჯვარცმული საკუთარსავე ხატზე, იმ ადამიანების მიერ, რომლებიც მისგან სრულიად განსაზღვრულ ქმედებებს ელიან, სასწაულებს ითხოვენ მისგან. მან რაღაცა ტიპის ჯადოქრა თუ იქნას წარმოდგენილი, მე მას კარგად მოვექცევი და ისიც კარგად მომექცევა. ანუ სრულიად ანგარებიანი გარიგება. ან შეიძლება იყოს რაღაცა ტიპის საკუთარი შიშების, საკუთარი ვერ რეალიზებული ემოციების გამართლების საშუალება. მაგრამ ეს დღეს არ უმნიშვნელოა რამ არის, მე არ მინდა ამაზე შევყოვდე. უბრალოდ ხელსაც კი შეგვიშლის იმის გაგებაში და იმაზე საუბრისას, რასაც დღეს ვცდილობ რომ ვისაუბრო. გნოსტიკოსები აღმოჩნდნენ პირველნი იმათაგანი, რომლებმაც სწორედ რადგან ქრისტე ვახსენეთ და ისინი საკუთარ თავს აცხადებენ ქრისტიანებად, აღმოჩნდნენ ისინი, რომლებმაც ცადეს სწორედ ეს ამ სამყაროში ინტეგრირებული, ამ მერკანტილურ გარიგებების და სავაჭრო ხელშეკრულებების სამყაროში ინტეგრირებული ქრისტე ამოეძირკვათ და გაეყვანათ აქედან. ამიტომაც იქნა მათთვის სპეციალურად გნოსტიკოსებისთვის ოფიციალური ინსტიტუციური თუ ნომენკლატურული ხაზის მიერ მოგონილი ტერმინი ჰაირესის. ბერძნულად ჰაირესის ნიშნავს ქართულ თარგმანში არის მწვალებელი. სხვა შორის
ჰაირესის ბერძნულად ამავე დროს ნიშნავს თავისუფალ არჩევას. ამ ორჩევას. და ეს ამ ნომენკლატურამ, ქრისტეს ნომენკლატურამ უწოდა იმათ, ვინც არ ემორჩილებოდა ამ ნომენკლატურის წესებს. ერთ-ერთი დიდი გნოსტიკოსი, ცოტა გვიანდელი მეორე საუკუნის, მაგრამ ცოტა გვიანდელი თვალსაზრისით, რომ ის ნაკლებად ეზოტერული არის თავისი აზროვნებით, თავისი ენით, სახელად მარკიონი, ამბობს მას მისი ესეთი სიტყვები არის, რომელიც ჩვენ გადმოცემებით ვიცით, რამდენადაც თვითონ ორიგინალური თხზულებები განადგურდა და შემორჩენილი იყო სწორედ მათი კრიტიკოსების, ქრისტიანი თეოლოგების, ქრისტიანი მამების, ანუ ის ვინც შეირაცხა ეკლესიის მამებად, მათი თხზულებებიდან. ერთ-ერთი ლათინურ ენაზე შემორჩენილი ციტატა ego sum qui condomala. მე ვარ ის, ვინც ბოროტებას ჩადის. რას ნიშნავს ეს მე ვარ ის, ვინც ბოროტებას ჩადის? როგორ შეიძლება ეს იყოს გაგებული? ანუ ყველაფერი, როდესაც მე ვრჩები ამ სამყაროში და ვიღებ ამ სამყაროს წესებს, ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, არის თავისთავად უკვე ბოროტება. რამდენადაც ეს სამყარო, შექმნილი სამყარო დემიურგის მიერ, შემქმნელი შემოქმედი ღმერთის მიერ, დემიურგოსის პლატონიდან აღებული ტერმინი, რომელიც სამყაროს ამგებს, სამყაროს არქიტექტორ შეგვიძლია ვთქვათ, ეწოდება. გნოსტიკოსებთან წარმოდგენილი არის როგორც ესეთ კლასიკურ გნოსტიციზმში, როგორც ბოროტი ღმერთი. და შესაბამისად მისი შექმნილი სამყარო არის ბოროტის სამყარო. ამიტომ მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისაკენ, რომ ჩვენ არ დავემორჩილოთ სამყაროს ამ ბოროტი დემიურგის მიერ შექმნილი სამყაროს წესებს და თავი დავახციოთ მას, გავიდეთ მისგან. და ჩვენი ეს კლასიკური გნოსტიკური წარმოდგენა არის, რომ ჩვენი ჭეშმარიტი სამყარო არ არის, ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო არ არის ამ სამყაროში მოცემული. არამედ ის არის სხვაგან. სხვა უცნობი ღმერთის სამყაროში. ანუ ფაქტობრივად ხდება ღმერთის დუბლირება. დუბლირება არასწორი იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ დუბლირება უკვე ერთის გაორებას ნიშნავს, ან მისი დუბლის, მისი ასლის შექმნას. არა, არსებობს მეორე, არსებობს სხვა ღმერთი, რომელიც იგივდება ქრისტესთან, რომელსაც გავყავართ და მივყავართ ჩვენს ჭეშმარიტ სამშობლოში. ამ სამყაროს მიღმა არსებობს სამყაროში. მარკიონთან ცოტა სხვანაირად არის. მარკიონი უფრო რადიკალურ აზრს ავითარებს. ის ამბობს, რომ სამშობლო არის ერთადერთი, ის არის ამ სამყაროში მოცემული, მაგრამ და უკვე თავისთავად ის იღებს ნეგატიურ შინაარსს. ადამიანის ამოცანა არის თავი დააღწიოს ამ თავის სამშობლოს და გავიდეს უცხოში. წავიდეს იქ, რომელიც არ არის მისი სამშობლო. ის არ დაბადებულა იმ სამყაროში, ის უცნობი სამყარო არის მისთვის, მაგრამ გაბედოს და შეაღწიოს იმ ბუნდოვანებით მოცულ სამყაროში, რომელიც მისი სამშობლო არ არის. შესაბამისად, ღმერთიც დემიურგოსი, სამყაროს შემოქმედი ღმერთი, მარკიონთან არ არის ბოროტი ღმერთი, ის არ უწოდებს ბოროტ ღმერთს, არამედ თითქოს პარადოქსული არის, ის უწოდებს სამართლიან ღმერთს. მაგრამ ამ ფრაზაში რა არის ცუდი სამართლიანობაში რა? ამ განსაზღვრებაში, თუ ამ ეპითეტში უფრო მეტი სუბვერსია, უფრო მეტი კრიტიკა და უფრო მეტი რადიკალიზმია ჩადებული, ვიდრე ღმერთის ბოროტად წარმოდგენაში, შემოქმედი ღმერთის ბოროტად წარმოდგენაში. სამართლიანი ღმერთი ნიშნავს იმას, რომ სამართალი, რაზეც საზოგადოება, მთელი ადამიანთა ურთიერთობები არის მოწყობილი, არის ის, რომელიც მე მაიძულებს ყველაფერი, რასაც ჩავიდენ, იყოს ბოროტება. რამდენადაც სამართლიანობა, როგორც ჩვენ ვესმის, მთელი თავისი საკანონმდებლო სისტემებით, მთელი თავისი იურიდიული სფეროებით, თავისთავად არის მიმართული, ყველი მარკიონის აზრს, არის ადამიანის დათქმულისაკენ, დასჯისაკენ, დაშინებისაკენ და მისი დამონების განადგურებისაკენ მიმართული. ამიტომაც უნდა წავიდეთ სხვისკენ და იმ სხვისკენ წასვლის ქრისტე. ეს არის მარკიონის წარმოდგენა. შესაბამისად, თუ თქვათ,
კლასიკურად ქრისტიანობა მიმართულია სამყაროს აღსასრულისა და განკითხვის ჟამისაკენ, არაფერი მსგავსი წარმოდგენები გნოსტიკოსებს არ აქვს. და ძალიან უცნაური, ასევე ეზოტერული, გუნდოვანი სიმბოლიკით და მეტაფორიკით არის გადმოცემული ისტორიის ან სამყაროს გაგება. ეს არის ყოველთვის მონაცვლეობა ან ზღვრის დადება ბნელსა და ნათელს შორის. სინათლე, რომელიც ჩვენ ძალიან ხშირად გვახსენდება მამარდაშვილის ნააზრებიდან, არის თავარი სიმბოლო, თავარი მეტაფორა გნოსტიკოსთა მოძღვრებაში. ეს არის ყოველთვის გამიჯვნა წვდიადის და სინათლისა, წვდიადისგან თავის დაღწევა და გადასვლა სინათლეში. მაგრამ ეს თავის დაღწევა არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გაურბივართ ან წვდიადს, სიბნელეს განვიხილავთ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად. იმისათვის, რომ თავი დავახციოთ წვდიადს, ჩვენ უნდა გავიგოთ, ჩვენ უნდა ჩავარდეთ ამ წვდიაში. შეგვიძლია ისევ და ისევ პარალელურად ყოველთვის ჰქონდეს მამარდაშვილის ხმაგვეს ჰქონდეს და მისი ერთ-ერთი ალბათ უმნიშვნელოვანესი დებულება არასწორია მაბადით, დებულებას ვერ დავაკავ, მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აზრი, ან ამას შეგვიძლია დავარქვათ ამავე დროს არა მხოლოდ აზრი, არამედ გზის მაჩვენებელი ნიშანი. აი ამ მიმართულებით უნდა იქნას წარმართული ჩვენი ხედვა. ეს არის წვდიადში ან სიბნელეში ჩავარდნა. ეს ძალიან ცნობილი მამარდაშვილისეული აზრი. ეხლა მე უფრო მინდა რომ შეგვიძლიათ ვიცოდე, მაგრამ მაინც მინდა რომ ვაციტირო. იმისათვის რომ იყოს აზრი, საჭიროა სიბნელე, რომელიც აზროვნებას აიძულებს. რა სიბნელეზეა ლაპარაკი? იქვე არ მარტო იქვე, არამედ თუნდაც იგივე ყველაზე მეტად მე გამოარჩევდი დღეისათვის კურსზე ლექციებს, ის არაერთხელ უბრუნდება ამ სიბნელის განმარტებას. ეს სიბნელე არის მამარდაშვილის პიროვნული პირადი საკუთარი სიბნელე. არა უმეცრება. ჩვენ ვაიგივებთ, ეს დამკვიდრებული ტერმინია, ეს ვიტყოდება, ესეც პროფანული ტერმინი არის. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მოაზროვნეების შექმნილი ტერმინი არის, ობსკურანტიზმი, სიბნელე, რომელსაც ჩვენ ძალიან ხშირად ვყავთ, მეც ძალიან ხშირად ვყავთ და ამ შემთხვევაში ყოველთვის ვიმყოფები პროფანულ სამყაროში. ამას მე პროფანული მნიშვნელობით ვამბობ ხოლმე ყოველთვის, როდესაც ვამბობ. და შესაბამისად მეც ნაწილი ვარ პროფანული სამყაროსი. ეს არ დაიყვანება უმეცრებასთან, ან უცოდინრობასთან, ან გონება შეზღუდულობასთან. იმ ტიპის გონება შეზღუდულობასთან, რომელიც თქვათ ძალიან შეიძლება ვინ არის მამარდაშვილი რაღაცებს აფდაუდეს ესეთი რაღაცა წარმოუდგენია თავი ყველაფერი შეიმეცნეს და აგდებულ დამოკიდებულებას რო იქნიან, რაღაცა ვერ გაიგეს, ანუ შესაბამისად ეს რა ფილოსოფია, რაღაცებს ლაპარაკობს სიყვარულზე, იმაზე, ამაზე, რაშუაშია საერთოდ აზროვნებასთან და ფილოსოფიასთან, თითქოს უკვე დამკვიდრებული ჰქონდეს, ჩამოყალიბებული სრული და მომწურავი ცოდნა იმის შესახებ რა არის ფილოსოფია. და შესაბამისად გარკვეულ საზღვრებში და ჩარჩოებში მოქცეული. რაც უკვე თავისთავად არის მკვდარი სამყაროს ნაწილი. მკვდარი სამყაროსის, რომელსაც ჩვენ არაფერი არ გვაკავშირებს. ეს ნასწავლი გაზრდილი აზრი. ეს სხვა სიბნელე არის, რომელსაც მამარდაშვილი ლაპარაკობს. სიბნელეს ის უკავშირებს და მას შემოაქვს ასეთი სიტყვა, ასეთი მეტაფორა, ან შეგვიძლია ამ შემთხვევაში ტერმინიც კი ვიხმაროთ, ან ცნება არაადამიანური ნიჩილავიჩისკი მირი, არაადამიანური სამყარო. არაადამიანური შეიძლება ისე ჭირდეს, რომ რაღაცა ცუდი კონოტაციით იყოს, მაგრამ ეს არის გულისხმობა. ანუ ადამიანური სამყარო ყოველთვის გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვაზროვნებთ გარკვეული ჩვენი სტერეოტიპებით, ჩვენი ცურწმენებით, ჩვენი შიშებით, ჩვენი აკვიატებული იდეებით და აკვიატებული აზრებით. ჩვენ გვინდა რომ ასე იყოს, ან ჩვენ მიღებული გვაქვს ყურმოყვრით, გარე სამყაროსგან მიღებული ნასწავლი, გადაღებული, მოყარული, დუბლირებული და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ადამიანური სამყარო. ადამიანები ასე ვაზროვნებთ, ეს ადამიანური ბუნების ნაწილია. ადამიანური ერთობა ადამიანური, რომ ვიხმაროთ ნიშეს სიტყვები. არაადამიანური სამყარო არის ის სამყარო, სადაც ამ ტიპის ცოდნა
არის შეუძლებელი. შეუძლებელი არის ჩვენი წურწმენებით და სტერეოტიპებით, ჩვენი ნასწავლი ცოდნით დავდგეთ ისეთი პრობლემების წინაშე და თავი გავართვათ, რომლებსაც არაფერი საერთო ამ ცოდნასთან და ამ სტერეოტიპებთან არ აქვს. და მამარდაშვილს მოაქვს სრულიად შემზარავი მაგალითი. შემზარავი თავისი წარმოუდგენელი მასშტაბებით. ეს შემზარავობა უკავშირდება ჯოჯოხეთის მეტაფორას. ჯოჯოხეთი არის ადგილი მამარდაშვილის ან მდგომარეობა, მამარდაშვილის სიტყვებით რო ვთქვათ, როდესაც ჩვენ მიჯაჭვულები ვართ, მიბმულები ვართ, ერთ ადგილას ვართ დაბმულები, ანუ ვერ ვინძრევით და ჩვენ თვალწინ აუპატიურებენ ჩვენ შეყვარებულს. და გვაყურებინებენ ამ ძალადობის აქტს, როდესაც ჩვენ არ ძალგვიც აღარ შეგწევს ძალა იმისა, რომ ან მას უშველოთ, ან ჩვენ საკუთარ თავს უშველოთ. ჩვენ ვხდებით მომსწრე ამ რაღაცა ჯოჯოხეთური სანახაობის და ვართ უძლურები გავართვათ თავი. გავართვათ თავი ამ მდგომარეობას, რამდენადაც არავის არ უსწავლებია, როგორ უნდა მოიქცე ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ხარ დაბმული და ყველაფერი იმის თლიანობას, რასაც ჩვენი სიყვარული ქვია, ჩვენი შეყვარებული, გახორციელებული, ჩვენი ყველაზე ამაღლებული გრძნობები ერთ ადამიანში და ესეც ამას კიდე დავუბრუნდებით, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი მამარდაშვილის ნაზრში, ყოველ შემთხვევაში ის, რაც მინდა მე დღეს გამოვყო, სიყვარულის თემა და მისი შესაძლებლობის თემა. და როდესაც ვარდებით ასეთ სიტუაციაში და ვარდებით ჩავარდნაში, ასევე ციტატა არის მამარდაშვილის ამ სიტყვას ყოველთვის, როდესაც ვახსენებ ეს ამ შემთხვევაში ციტირებ მამარდაშვილს, ვარდებით მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ არ დაგვიგეგმავს. ჩვენ ადამიანმა გაითამაშოს რაღაცეები, ძალიან ხშირად ვიცით დეპრესიული ადამიანები, რომლებიც თამაშობდა ყოველთვის რაღაცას, როგორ ცუდად არიან, როგორ არ უყვარს ის არავის, როგორ მძიმე მდგომარეობაში ვარდება, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ, როგორ დევნიან და ავიწროებენ მას და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი არის გავულგარულება იმისა, იმ შემზარავობისა და იმ ტკივილისა, რომელშიც შეიძლება ჩვენ აღმოჩნდეთ. მაგრამ აღმოჩენა ამ მდგომარეობაში არის საშუალება იმისა, რომ ან ჩვენი პიროვნული პირადი სიგნალის, როდესაც თვალთ ვიბნელდება. აი ამ შემთხვევაში არ შემიძლია მამარდაშვილს ისდან ცოტა ხნით არ გავიდე, იმიტომ რომ მამარდაშვილი არ ციტირებს ამას, მაგრამ მე ყოველთვის ქონია ამისი ასოციაცია ფსევდო დიონისე არეოპაგელის, ეგრეთ წოდებული აპოფატიური თუ არყოფადი მისტიკიდან, არყოფადი თეოლოგიიდან. Ogăsem absolut se are pageli am pus imás, că mers verazus verseimets, veritului ai sare merti. La moment și situi ai sare merti, și amuace rimas ert nagles, da mistliano basua. Ai scoat șoris mi ucădă timis Dionise are pageli are usar clasificiri de barcos gnosticos, imás și italian devri gnosticuri elementia. Tundați es. Gnosticos se are ore disinviți absolut tliano bașicani hilave. სამყაროს და ამით ისინი შეიძლება იყოს არ არიან პირველები და ორიგინალურები, იმიტომ რომ ეს უკვე არის მოცემული ჰერმეტულ ტრადიციაში, აი საიდუმლო ცოდნათა ტრადიციაში, სამყარო როგორც ერთი დიდი მთლიანობა. და ერთადერთი სვლა იმისაკენ, რაც არის შეუმეცნებელი და არ ექვემდებარება შემეცნებას იმ ფორმით, რომ შეიძლება თქვა, რომ ეს არის და სხვა არაფერი მოვათავსო განსაზღვრებაში, ჩავკეტო ერთ ტერმინში და დავსვა წერტილი, არის ის, რომ მე ჩავარდე ღვთაებრივ წყვილიაში. ღვთაებრივი წყვილად ეს დიონისე არეოპაგელის სიტყვებია. ღვთაებრივ წყვილიაში ადარებს იმას, როგორც მოსე ავიდა სინას მთაზე და აღმოჩნდა წყვილიაში და ამ წყვილაში, სადაც შეუძლებელია ამის დანახვა, მას გადაეცა აი საიდუმლო ცოდნა, რომელიც ჩვენ ვიცით შემდგომში ათიცნების ან დაფების სახით. ამას ადარებს ამ ალეგორიას იყენებს დიონისე არეოპაგელი. და ხმარობს ესე ტერმინს აგნოსია. აგნოსია ნიშნავს არ ცოდნას, არ შემეცნებას და ექსტაზია, ანუ ექსტაზი. ექსტატურ მდგომარეობაში ვარდება ადამიანი და ამ ჩავარდნაში, როდესაც ის უკვე ხილვად სამყაროს ვეღარ ხედავს, მისი ცოდნა უფასურდება
მისი ცოდნა მარცხ ხდება და მას აღარ შეუძლია არაფრის განახვა, აი ამ მომენტში შესაძლებელი ხდება შეღწევა იმ გვარ სამყაროში, რომელიც არ ექვემდებარება გახილვადებას. ეს არის უხილავ საგანთა სამყარო. რა ფორმები არსებობს ამ უხილავ სამყაროში შეღწევის? იმიტომ თქვა იგივე გნოსტიკოსებთან ეს იმდენად პირდაპირ თუ შეგვიძლია ვთქვათ ეზოტერულ ენაზეა მოცემული, იმდენად გაუგებარ ენაზეა მოცემული და თანაც ისეთ ენაზე, რომელიც არ ექვემდებარება კონვერსაციას, არ ექვემდებარება გადმოტანას და თარგმნას. მაშინ იკარგება მთავარი. ეს არ არის რომ ვთქვათ, როგორც ლექსი არ შეგვიძლია გადმოვიტანოთ, გავიცი ვინმე ბოდლერის ლექსი, გალაქტიონის ლექსი გადმოვიტანოთ ჩვენს ყოფით ენაზე და ვთქვათ, რომ შეშლილი სახეების ჩონჩხიან ტყეებში იგულისხმება რაღაცა, რომელიღაცა კონკრეტული ტყე ან რაღაცა, ეს სული სისულელე იქნება, არა და აბსურდი და განადგურება იმ პოეტური ხატისა, რომელიც არ ექვემდებარება გადმოტანას და ლაბორატორიულ ქიმიურ ანალიზს. აი ამგვარადვე შეუძლებელია გადმოტანა მისი პროფანულ სამყაროში. მე მოვიდა რამდენიმე ციტატას, როგორც კლასიკური გნოსტიკური ტექსტებიდან და ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი ტექსტიდან, რომელსაც ეწოდება თომას ახარება, საერთოდ ზოგიერთის ვარაუდით ეს არის უძველესი ქრისტიანული ტექსტი, რაც კი შექმნილა და უსწრებს კიდევაც პავლე მოციქულის ეპისტოლებს, რომელიც ზოგადად პირველ ქრისტიანულ ნაწერებად ითვლება. ვინც სამყაროს შეიმეცნებს, ხოლო საკუთარ თავს აცდება, ის სამყაროსაც აცდება. ეს არის რაღაც ციტატა თომას ახარებიდან. ცოტა დავამწიფებ კიდევ უფრო მეტად. ვინც შეიცნო სამყარო, მან იპოვა გვამი. თომას ახარება შემორჩენილი სრული სახით არის კოპტურ თარგმანში, მაგრამ იმ კოპტურ თარგმანშიც არის ბერძნული სიტყვები ჩადებული და გვამი სომა. სომა ნიშნავს ყდარსხეულს. შეგვიძლია ისე პარალელურად გავიხსენოთ და გქონდეს სმენაში მერაბ მამარდაშვილის ხმა. სამყარო, რომელიც მკვდარია და რომელიც ჩვენ უნდა გავაცოცხლოთ. გავაცოცხლოთ მაშინ და ცოცხლდება ის მაშინ, როდესაც ჩვენ უარს ვამბობთ მკვდარ განსაზღვრებებზე, მკვდარ ცნებებსა და სტერეოტიპებზე და ვატარებთ მას ჩვენს სხეულში. ჩვენ ვამყარებთ, ვარდებით მაშინ და ვამყარებთ პირად კავშირს. ის ჩვენში იბადება ხელახლა. ჭეშმარიტება არ არის ასე მოცემული და მას ჩვენ ვერ ამოვთხრით და ვერ აღმოვაჩენთ. ჭეშმარიტება ჩვენში უნდა დაიბადოს, ან ჩვენ თვითონ უნდა შევხნათ. ჭეშმარიტება არის ის, რომელიც ჩვენ მიერ იქმნება და არა ის, რომელიც სადღაც არსებობს და მე უნდა ვიპოვო გზა და მივაგნო მას. კიდევ ერთი სიმწვავე შეგვიძლია შემოვიტანოთ. მაგრამ სანამ ამ სიმწვავეს შემოვიტანდე, რადგან აი მკვდარ სამყაროზე ვლაპარაკობთ. მკვდარ სამყაროზე, რომელიც იგივე თქვათ თომას ახარების ეს მაგალითად ეს მარკეოლის ციტატა უკეთურება, მოროტება არის ის სახე, რომელსაც ღმერთის მოწყალება ამ სამყაროში იღებს. ნახეთ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გნოსტიკურ მოაზროვნედ მიიჩნევა ის ადამიანი, რომელიც ოფიციალურ ფილოსოფიის ისტორიაში არის პრაგმატიზმის, ენის ფილოსოფიის და ასე შემდეგ დაფუძნებელი და ყველანაირი სახის პოზიტივისტური იქნება, ერთ-ერთი თუ პრაგმატისტული აზროვნება, მათემატიკურ ლოგიკაზე აგებული, საკუთარ წინაპრად აცხადებს ამ მოაზროვნებას. ეს არის ლუდვიგ ვიტგენშტაინი. წავიკითხოთ ერთი ციტატა, ერთი ფრაგმენტი ლოგიკო-ფილოსოფიური ტრაქტატიდან, ერთადერთი მის მიერ დასრულებული და გამოქვეყნებული ტექსტიდან. სამყაროს აზრი მის გარეთ უნდა იყოს. სამყაროში ყველაფერი ისეა, როგორც არის და ყველაფერი ის ხდება, რაც ხდება. მასში არ არის ღირებულება და რომც იყოს, რომც ყოფილიყო, მასაც არ ექნებოდა ღირებულება. თუ კი არსებობს ღირებულება, რომელსაც ღირებულება აქვს, მაშინ ის ყველაფერს მიღმა უნდა იყოს, რაც ხდება და რაც არის. რადგან ყველაფერი რაც ხდება და რაც არის შემთხვევითია. ის რაც ამას არაშემთხვევით ხდის, არ შეიძლება იყოს სამყაროში. მის ვიტგენშტაინზეული ხაზგასმა არის ში. მაშინ ესეც შემთხვევითი იქნებოდა და ის სამყაროს მიღმა უნდა იყოს. როგორია სამყარო? უზენაესისთვის სრულიად სულ ერთია. ღმერთი არ ცხადდება სამყაროში.
იგივე ეხლა წავიკითხავ მე რა მამარდაშვილს ბევრი რამ რასაც ჩვენ გამიცდით, რასაც ფიქრობთ და ვაკეთებთ, მკვდარია. მკვდარი რადგანაც ის მიბაძვა რაღაცა სხვა რამის. იმიტომ რომ ეს შენი აზრი არაა, არამედ უცხოა. იმიტომ რომ ეს შენი საკუთარი გრძნობა არაა, არამედ სტერეოტიპული, სტანდარტული, რომელიც მიღებულია და არა ის, რასაც შენ თვითონ განიცდი. მკვდარი არსებობს არა საიქიოში, არა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოკვდებით, არამედ ჩვენს ცხოვრებაში, ის მისი ნაწილია. სიკვდილი არ დგება სიცოცხლის შემდგომ, ის მონაწილეობს თავად სიცოცხლეში. ყოველი ჩვენი ცხოვრებისეული მდგომარეობისათვის არსებობს მისი ორეული, მკვდარი ორეული. კიდევ სხვა ციტატასაც მოვიდა, ყოველთვის უკვე გვიანია. იმ აზრით, რომ ჩვენ დავიძარით და შეგვიძლია დავეუფლოთ ჭეშმარიტებას, შევქმნათ და არა ვიპოვოთ, როგორც მზა. ჭეშმარიტი ფაქტი შემთხვევითია და არა აუცილებლობით ნაკარნახევი. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაცაზე და არ გვითქვამს, რა ფორმით შეიძლება იგულისხმებოდეს ამ უხილავი სამყაროსკენ მიმავალ გზად. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უცნაური, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მარგინალური ფიგურაც, მიუხედავად თავისი უზარმაზარი მასშტაბებისა, მაგრამ შემაშინებლად რადიკალური აზრებისა, სიმონ ვეილი, ფრანგი ფილოსოფოსი, ძალიან უცნაური მოაზროვნე, სხვა შორის რომელიც არსებობა მე პირადად და არა მარტო მე, ალბათ ძალიან ბევრმაც გაიგო მერაბ მამარდაშვილისგან, მისი სხვადასხვა ლექციებიდან და განსაკუთრებით პირველად გამოქვეყნდა 92 წელს არტოს მეტაფიზიკა. და იქ სწორედ იმ ტექსტში მერაბ მამარდაშვილი ასახელებს სამ მისთვის ძალიან ახლობელ და მნიშვნელოვან მოაზროვნეს. ეს არის ანტონინ არტო, ვისაც ეძღვნება ეს ტექსტი, ფრიდრიხ ნიცშე და სიმონ ვეილი. სიმონა, როგორც ვთქვათ, ფემინურ ფორმას გამოცემენ ხოლმე, მაგრამ ფრანგულად სიმონ ვეილი არის. სიმონ ვეილი ცნობილი არის და ამავე დროს დამაფრთხობელი არის იმდენად, რამდენადაც მან თავისი არამხოლოდ აზროვნება, არამედ ცხოვრებაც აბსოლუტურ სულ რადიკალიზაციამდე მიიღო. ბოლო პერიოდი ის საერთოდ აღარც კი იღებდა საკვებს. ესეთი აზრი ჰქონდა, რომ როგორც თუ კი საკვებს არ იღებ, სხეული იწყებს, ორგანიზმი იწყებს სხეულის შეჭმას და ასევე მშიერის ორგანიზმი. ასევე სულმა უნდა შეჭამოს საკუთარი თავი. მოვიტან ციტატებს, საითკენ სადაც შეგვიძლია, ცოტა უფრო მეტი თუ ამას დავარქვევდით გარკვეულობა თუ სინათლე შემოგვეტანა. ყოველი ტკივილი ეს სიმონ ვეილის ციტატია. ყოველი ტკივილი, რომელიც ჩვენ არ გვენაცვლება, სამყაროსგან არ გვიხსნის, დაკარგული ტკივილია. ტკივილის ხარისხი, საფეხური, რომლის დროსაც სამყარო იკარგება. ღმერთს სხვაგარად არ შეუძლია შესაქმეში დასწრებულობა გარდა დაუსწრებლობის ფორმაში ყოფნისა. რელიგია არის, ან რწმენა შეგვიძლია დავარქვათ, არის სოლიტარულობა. სოლიტარულობა მოგეხსენებათ ნიშნავს მარტოსულობას. და ვინც არასდროს მარტო არ არის, ის არასდროს არ არის მორწმუნე. რწმენაზე სხვა შორის მერაბ მამარდაშვილს რწმენაზე იმეორებს იმ ცნობილ ფორმულას, რომელიც ეკუთვნის გნოსტიკოსებთან მოკამათეს და ასევე ქრისტიანული დოგმატიკის თვალსაზრისით უდიდეს წარმომადგენელს, უმნიშვნელოვანესი დოგმების შემქმნელს, მეორე საუკუნის თეოლოგს და ეკლესიის მამას ტერტულიანის. ადამიანმა, რომელმაც ძალიან დიდი ნაწილი თავის ცხოვრების მიუძღვნა გნოსტიკოსების კრიტიკას და ფაქტობრივად ამ პროცესში იმდენად ბევრი გნოსტიკური ელემენტი შეიძინა თვითონაც, რომ უკვე საეჭვო გახდა დოგმატური ქრისტიანობისათვის. და მისი განსაზღვრება კრეოდოკია და აბსურდო. ანუ წამს რადგანაც უაზრობა. ეს არ ნიშნავს, რომ ხშირად არასწორად გაიგება, რომ რაღაცა სისულელე, რომ თუ ხარ მორწმუნე, ეს კი დებილი ხარ, ან რაღაცა უაზრო ხარ. ეს არ იგულისხმება. აქ არის ფაქტობრივად შეუძლებლობის ზღვარი ნაჩვენები, როგორც რაღაცა ფიზიკიდან ვავლობ მეტაფორა, პლანკის კედელი, მისი გახედვა არ შეიძლება. ეს არის სწორედ ეს პლანკის კედელი. ეს არის აბსოლუტური ზღვარი და იმ ზღვართან მისვლა, იმის იქით შეუძლებელია.
გახება. ამის საწინააღმდეგოდ, ვთქვათ, თეოდიცია რომ ავიღოთ, არა? ვისაც სამყაროს შემოქმედი ღმერთის თან ერთზან დიდ მოაზროვნეს აქვს ნათქვამი, ეს ფრაზა ციტატას მოვიდა, ვისაც სამყაროს შემოქმედი ღმერთის გამართლება სურს, ის მას უფრო ღრმა საფლავს უთხრის, ვიდრე ყველა მწვალებელი, ცინიკოსი თუ ათეისტი. ანუ იმ ტიპის დამოკიდებულება ყველაფერი რაც არის კარგია, ერთადერთი ბოროტება შეუქმნია ღმერთს, თავისთავად გაჩნდა, რაღაცა დაცემის შემდეგ, გადაგვარების შემდეგ შემოვიდა და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა სულად ბანალური, არაფრის მთქმელი, არაფრის მკვდარი არსებული რაღაცა აზრები და ყველაფერი უნდა გავამართლოთ. ძალიან ხშირად ერევათ ხოლმე ის, რომ ადამიანს გონია რომ მოწყვნია იმის გამო, რომ ის იმეორებს რაღაცა დოგმებს, რომლებიც მნიშვნელობა თვითონ არ ესმის, ციტირებს ავტორებს, ციტირებს ასევე ავტორიტეტებს, რომელსაც ის მიყიდის კონტრაქტით საკუთარ სულს იმის გამო, რომ თვითონ არ იაზროვნოს და სხვისი აზრები იმეოროს, სადაც ძალიან მარტივი და კომფორტულია და შესაბამისად ყველაფრის გამართლება შეიძლება საკუთარი სიძულვილის, საკუთარი აგრესიის და მუდმივად თესვის ბოროტების და იმას ვერ ხედავს, იმიტომ რომ ის უკან გონია რომ დგას რაღაცა ინსტიტუცია, რომელიც მას ყოველთვის გაამართლებს. აი ეს რაღაცა ბავშვური, უაზრო, ბრიკული თამაშიც კი, რომელსაც ექმნება მოწმუნეობა. და სახლდება როგორც წმენა და ქრისტეს დამცველები და ქრისტეს მეომრები, რომლებიც ყველას თავს აჭრიან მერე და იძულებენ და წევლიან და რა ვიცი, ყველანაირ სიბინძურეზე მიდიან, უბრალოდ ეს მათთვის ძალიან ნორმალურია. ლეგიტიმური სიბინძურეა და ვერ ხედავენ ამ საკუთარ თავს. ამის საწინააღმდეგო სვლა არის ისევ და ისევ, როგორ შეიძლება მოხერხდეს სამყაროდან გაღწევა, ან დავარქვათ სახელი ხილული სამყაროდან გაღწევა, მკვდარი სხეულების, მკვდარი ფორმულების სამყაროდან გაღწევა და ჩაბარდნა იმაში, სადაც ჩვენ მარტოდ ვრჩებით გაურკვეველი საგნების, გაურკვეველი პრობლემების წინაშე და არ გვაქვს საშუალება იმისა, ნასწავლი ჩვენი ცოდნით მიღებული საშუალებები, არ გვაქვს ინსტრუმენტები იმისა, ხელსაწყოები იმისა, რომ თავი გავართოთ ამ მდგომარეობაზე. და მოდით ახლა ყველაფერს წავიყვან აქეთკენ, რომ ძალიან თავი არ მოგაბეზროთ და დროშით ჩავეტირო. კურსზე ლექციების გამჭოლი თემა, ისე როგორც შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად მამარდაშვილის აზროვნების გამჭოლი თემა არის სიყვარულის თემა. და შეიძლება ითქვას კიდევ უფრო მეტად სიყვარულის თითქმის შეუძლებლობის თემა. იმიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა სიყვარული ჩავანაცვლოთ ხშირად რაღაცა მისი ორეულით და დავიჯეროთ, რომ ეს არის სიყვარული და დაგვავიწყდეს, რომ ამის უკან რაღაცა ტიპის კონტრაქტი იმალება. და შევეგუოთ ამ ფორმას. შეიძლება აქ ცუდი ამაში არ არის, უბრალოდ აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. პრობლემა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ამისი ნებისმიერი გადმოტანა ჩვენს ყოფით ბანალურ თუ მერკანტილურ სამყაროში. მამარდაშვილი ლაპარაკობს და შემოაქვს ესეთი უცნაური, სრულიად პარადოქსული ცნება თუ გამონათქვამი, რომელიც მან გადაიღო პრუსტისგან და რომელსაც ქვია მეტაფიზიკური აპოსტერიორი. ეს თავისთავად არის ოქსიმორონი, ანუ შეუთავსებელი ერთი მეორესთან. აპრიორული, აპოსტერიული ნიშნავს გამოცდილებით მიღებულს. მეტაფიზიკური არის ის, რომელთაც არანაირი გამოცდილებითი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს. მაშინ როგორ არის? შეიძლება იყოს ჩვენს მიერ გამოცდილი, მეტაფიზიკური ჩვენ გამოცდილებაში მოცემული. ეს არის უკვე თავისთავადი პარადოქსია რა. ჩვენ გავიხსენოთ ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი არის მიჯაჭვული, ხედავს თავის შეყვარებულს, რომელსაც აუპატიურებენ, რომელსაც ძალადობენ და ის უძლური არის თავისი ცოდნით, თავისი ადამიანურ სამყაროში ყოფნით, თავი გაართვა სამ პრობლემას. ის განიცდის არანორმალურ ტკივილს და არანორმალურ ტანჯვას საკუთარი უძლურების გაცდას. უძლურებისა, რომელიც არის ამ სამყაროში, ხილვად სამყაროში თუ სტერეოტიპულ და სამყაროში მოცემული წესი. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რამ, გარკვეული საგნები, ამ შემთხვევაში საგანში შეგვიძლია ვიგულისხმოთ ადამიანი, რომელიც ჩვენ გვიყვარს, რომელიც ჩვენში აღძრავს ყველაზე ძვირფას, ყველაზე ამაღლებულ გრძნობებს.
ყველა დანარჩენი გრძნობა, ნებისმიერი ტიპის რევოლუციური გრძნობა, სამყაროს გადატრიალების, გადმოტრიალების, შეცვლის, გამოსწორების და ასე შემდეგ, სხვა შორის რომლებსაც გაუგრბიან გნოსტიკოსები ტრადიციულად ამობენ, რომ ეს შეცვლი უარეს შექმნი. და ეს ცვლელი ჯაჭვი არის. ნებისმიერი ცდელობა რევოლუციისა გადაიქცევა ჩადებული მას წინასწარ არის განწირული კონტრრევოლუციად გადაღწევისაკენ. მოხვალ კარგი იდეებით და მე იწყებ 10 იმდენი უარესის ჩადენას ვიდრე შენი წინამორბედი, რომელიც თავისთავად ბოროტი იყო და მოძალადე იყო და შეგონია რომ იმის წინააღმდეგ გაჯარდი და სინამდვილეში მას დაემსგავს, იმიტომ რომ თავისთავად ყველა ის წესი, რომელსაც შექმნილი სამყაროდან იღებს, სხვა არაფრამდე არ მიყვარს გან და ახალი ბოროტების შექმნის. ამიტომ ეს შეიძლება ითქვას გნოსტიციზმი ამ თვალსაზრისით თავი ერთი მხრივ რევოლუციურია და ამავე დროს კონტრრევოლუციური. კონტრრევოლუციური თვალსაზრისით თუ ჩვენ რევოლუციაში გავიგებთ მიღებულ სამყაროს წესებს, ხილვადის სამყაროს წესებს, მხოლოდ რევოლუციური იმაში, რომ ის არის რადიკალური გამიჯვნა და თავის დაღწევის ცდელობა სწორედ აი სამყაროს ცნებების მდგომარეობიდან და მისი ღირებულებებით და წესებიდან. მაგრამ ჩვენ ვიმყოფებით, ხა წარმოვიდგინოთ შეყარებულ მდგომარეობაში, ანუ და ჩვენი შეყარებულობა გადმოიცემა მამარდაშვილი ხმარობს ბერძნულ ტერმინს პათოსს. რა არის პათოსი? ჩვენთვის ძალიან ცნობილი და გავრცელებული ტერმინი. მე არ ვიტყვი რომ ჩვენ არასწორი მნიშვნელობით ვთქვამთ, უბრალოდ მას კიდევ სხვა მნიშვნელობა აქვს და შეიძლება ითქვას ეს იყოს ამ ტერმინის პირველადი მნიშვნელობა, რომელიც ამ სიტყვის შინაარსში, ამ სიტყვის პირველად შინაარსში ეტიმოლოგიაში ჩადებული. პათოსი არის, პათოსი იგივდება ტკივილთან. ეს არის ტკივნეული ვნება. ეს არის იმ სახის ვნება, რომელიც შეიძლება ერთდროულად თან აგვაფრთოვანებს, მაგრამ ეს აფრთოვანება არის ამავე დროს ტკივილით გამოწვეული. და ეს არის სიყვარულის პათოსი. სიყვარულის პათოსი, რომელიც წარმოიშობა არა იქიდან, რომ მე ან ვისწავლი ამ მდგომარეობას, ან დავგეგმავ, რომ ეხლა მე ვიღაცა უნდა შემეყვარდეს და შესაბამისად გამიჩნდეს ეს გრძნობა, არანაირი დაგეგმილი შეყვარება არ არსებობს. ხოჭის ამაზე ჩანს ხშირად ირონია მერაბ მამარდაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი ამ სახის მაღალი ემოციის თუ მაღალი გრძნობის გაჩენისა და მაღალი პათოსისა. არსებობენ პათეტიკური ადამიანები, რომელთაც ფაქტობრივად არანაირი საგანი ამ პათეტიკისა არ გააჩნიათ. ანუ მათი პათეტიკა ყველაფერზე აფრთოვანებით ლაპარაკი რაღაცები არ არის რეალურად მოტივირებული იმით, რომ მათ რაღაცა განიცადეს და ეს ამ განცდის რაღაცა სხვა საგანთან შეჯახებით წარმოიშვა ამ ტიპის პათოსი, რომელიც თავის თავში მოიცავს ტკივილს. ანუ ეს პათოსი არის ტკივნეული გრძნობა, რაოდენ აფრთოვანებული წარმოგაგვიყოთ. და ეს ხდება, როდესაც ჩვენ ვეჯახებით ვიღაცას. ვეჯახებით ვიღაცას ეს ცნობილი მაგალითია, რომელსაც არა მარტო კურსზე ლექციებში, პირველ თუ მეორე ლექციებში მამარდაშვილი განიხილავს და ახსენებს, არამედ სხვაგანაც მარსელ პრუსტის რომანიდან. როდესაც ერთ ადამიანს, მთავარი მთხრობელის, მარსელის მეგობარს უყვარს რაშელი, ესეთი ქალი, და მასში ხედავს ის ქალღმერთს, მასში ხედავს ის ღვთაებას. და არის ბედნიერი და ეს ბედნიერება ამავე დროს გადმოცემული არის პათოსით, ანუ ტკივნეული ვნებით. მარსელმა იცის, რომ რაშელი სხვა არავინაა გარდა პარიზის ერთ-ერთი ბორდელის 20 ფრანკიანი მეძავი. და მას აქვს პრობლემა იმისა, რომ უთხრას თუ არა თავის მეგობარს, რომ ვის მას ქალღმერთი გონია, სინამდვილეში არის 20 ფრანკიანი მეძავი. და ის თავს იკავებს ამის თქმისგან. მამარდაშვილთან არის ის, რომ ადამიანის პათოსი ერთი პირველი საფეხური რო აღებობს. აი ის უზარმაზარი ვნება, რომელიც გაჩნდა ამ ადამიანში, გამოწვეული არის, რა თქმა უნდა, ის რაშელი, რომელსაც შეეჯახა, მან შეაჯანჯღარა, მან წარმოშვა, ჩემი სიტყვებით ვამბობ, ქიმიური რეაქცია. და რომ არა მასთან შეჯახება, შეიძლება ეს რეაქცია არ გაჩენილიყო. მაგრამ ის, რაც წარმოიშვა ამ დროს, არანაირად არ არის დაკავშირებული ამ კონკრეტულ ადამიანთან, ამ კონკრეტულ საგანთან. ჩვენ ვართ შეყვარებული კონკრეტულ ადამიანში და ძალიან ხშირად შეგვიძლია გავიგონოთ მეგობრების რჩევები, რომ რამ გაგაგიჟდა, რა დაინახე ამაში, ეს როგორ შეგიყვარა. ეს ჩვეულებრივი იდიოტია. რაღაცა ზედაპირული ადამიანია, ცანცარა არის, რაღაცა სულელია, რამ მოგხიბლა, რამ შეგაყვარა.
თავისთავად ასეთი შეკითხვა არის აბსურდი და არასწორი. უსამართლო, ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ იმ ადამიანს რამ შეაყვარა. იმიტომ რომ რამ წარმოშვა მისი პათოსი. იმიტომ ეს არ ექვემდებარება ანალიზს. ჩვენ ვერ გავხდებით ის ადამიანი, ჩვენ მაშინ უნდა გავხდარიყავით მის ცხოვრებაში გადავსახლებულიყავით, მის სხეულში ჩავსახლებულიყავით, რომ გვეცადათ თუნდაც იმისი გაგება რამ შეაყვარა ამას ერთ ადამიანს მეორე. მარსელ პრუსს უყვარს თავისი მთელი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული არის საკუთარი მძღოლი. აგვისტინ მოეწყდება ხოლმე იტალიური გვარი ჰქონდა. და როგორ ახლა გიგანტი მოაზროვნე, როგორ შეიძლება იყოს პათოლოგიურ ობსესიურად შეყარებული თავის მძღოლში. ვიღაცა დახევრად წიგნურ ადამიანში. და მისი გარდაცვალება აღმოჩნდეს მისი ცხოვრების თავად ტრაგედია. რამაც აიძულა რომ დაეწერა ეს გიგანტური რომანი. მაგრამ არაფერ შუაში არ არის, სწორედ მარსელ პრუსტი თუ ვერა მამარდაშვილი, მარსელ პრუსტი ჩენიერბული როგორც ამბობენ, მას მივყავართ ზუსტად იმის საჩვენებლად და იმის გასაგებად, რასაც ის პრუსტთან ერთად უწოდებს მეტაფიზიკურ აპოსტერიორს. ანუ თავისთავად ის რაც არის ჩვენი გამოცდილებისგან მოცემული, მაგრამ ამავე დროს ის არ არის გამოცდილების სამყაროში, ანუ ემპირიულ სამყაროში მოცემული. ის არის მეტაფიზიკური, ანუ ის მიღმა. და სწორედ ამ პათოს, ამ ტკივილიან ვნებას შეუძლია ჩვენი იმ სამყაროში გაყვანა. ამ შემთხვევაში ამ მდგომარეობას, რომელსაც ჩვენ შეყარებულობას ვართ. ხელი შემშლელი არის სწორედ ის, რომ ჩვენ ვეძებთ მიზეს იმისა, თუ რატო შემიყვარდა ეს ადამიანი, იმ ადამიანის თვისებებში, იმ ელემენტებში, რომლისგანაც შედგება ეს ადამიანი. ახლა ციტატას ბევრი რომ აბსტრაქტულად არ ვიყავ, ჯერც პატარა ციტატას მოვიტან მამარდაშვილიდან, ის არ მასე ლაპარაკობს. და მე კიდევ ვეცდები შევაჯამო. სურვილი, რომელიც პათოსია, ამის საფუძველზე საკუთარ თავში შეიცავს მეტაფიზიკურ ნაწილაკს, რომელიც არ ამოიხსნება და არ დაიყვანება არანაირ საგნობრივ ელემენტთა კომბინაციამ. თქვა, სიყვარული შეიცავს მეტაფიზიკურ ნაწილაკს იმ აზრით, რომ პათოსი და სიყვარულის აღმატებულება, როგორც ღირებულება არ დაიყვანება და არ გამოიხატება იმ საგნების ელემენტებისა და შემადგენელი ნაწილების ტერმინები. ესაა მეტაფიზიკური ელემენტი. სურვილი იძენს ფორმას, რეალიზდება და განახლდება საგანთან მიმართების გზით, მაგრამ ამასთანავე ის არ ემთხვევა თავად ამ საგანს. ჩემს მოთხოვნილებებში სინაზისაკენ არის მეტაფიზიკური ელემენტი. პატარა პაუზას გავაკეთებ, იმიტომ რომ სინაზისაკენ მიდრეკილება ადამიანი თუ შეყარებულია, რაოდენ უმბერაზი ჰერაკლეც არ უნდა იყოს, ის ნაზდება. მას უნდება მოფერება ის იუმორისტული ფისო ხდება ალესი. ეს არის პათოსის გამოხატულება. რაც უნდა მალოს მან, რა შეიძლება თავისი ძლიერი და სისპეტა. შეიძლება მუხლებზე დაემხოს და წრებლები ვაროს, როგორც თამას დოსტოევსკი აკეთებს და ისტორიული სცენები მოაწყოს. გავაგზავნე. სურვილი იძენს ფორმას, რეალიზდება და განახლდება საგანთან მიმართების გზით, მაგრამ ამასთანავე ის არ ემთხვევა თავად ამ საგანს. ჩემს მოთხოვნილებაში სინაზისაკენ არის მეტაფიზიკური ელემენტი, რომელიც არ მოიხმარება და არ იხარჯება არანაირი შინაარსით. მაშინ ყოველთვისაა ზედმეტობა, ან შეიძლება ითქვას სიჭარბე, ის ბრიტეჩნას. საგნებთან მიმართებაში, რომლებიც შეადგენენ პათოსის მასალას. ისინი არ იხსნება ამ სამყაროს ტერმინთა ჩარჩოებში. ის რაც ჩადებულია საგანში არ ემთხვევა იმას, რაც საგანშია ჩადებული. ეს არის სწორედ უკვე გასვლა სწორედ სვლა მეტაფიზიკური ელემენტისაგან. აქ დაგვრჩა ერთი ფრაზა, ერთი ფორმულა, რომელიც საჭიროა გაიშიფროს. ეს არის ჭარბი ძალები კოსმოსში. მაგრამ სანამ ამას ვიტყოდე, არ მინდოდა, მაგრამ რაღაცა მე მგონი ვერ ვძლებ ცდუნებას. შემოვიტანო ასევე ბერა მამარდაშვილის ერთი ფრაზა, ერთი მეტაფორა, რომელიც მას აქვს, რომლის შესახებაც ის ლაპარაკობს არტოს მეტაფიზიკაში. დასასრულში ამ ეს ლექცია იყო სხვადასხვა ერთჯერადი ლექცია და ის ლაპარაკობს თავისუფლად ესეთ ფრაზას, იდიოტი ბაზმეშელა. ამაღლებულის იდიოტები.
ის ამბობს, ეს უბრალოდ იდიოტები კი არ არიან. იდიოტიზმი ბევრნაირი არსებობს, ეს არის განსაკუთრებული ფორმა იდიოტიზმის, ამაღლებულის იდიოტები. ამაღლებულის იდიოტი არის სწორედ პათოსის, უსაგნო პათოსის გამოყენება. ეს არის ისევ და ისევ სწორედ ადამიანური მდგომარეობიდან, ისაც ადამიანურ მდგომარეობას ეძახის მამარდაშვილი, სტერეოტიპული მდარი აზრებიდან გაჩენილი, რაღაცა დოგმებზე ჩაჭედილი, ჩაბღაუჭებული, დოგმების სახელით, ავტორიტეტების სახელით, ეს ესეა და მორჩა და როგორ პეტავდა, ჩაქოლავდა, მოხსპობდა, გაგანადგურებდა. სხვა შორის რელიგიური პათოსი ძალიან სახიფათო არის იმ თვალსაზრისით, რომ ის ადვილად გარდაქმნადია ამაღლებულობის იდეოლოგიაში. ძალიან მარტივი არის, როდესაც უკვე თავისთავად რაც რელიგიური არის, თავისთავად ამაღლებული, გამოიყენო საკუთარი იდიოტობის გამოსახატავად. და იდგენ მუდამ ახლო მომარჯვებული და სადარაჯოზე წვალებლების, ათეისტების თუ ვიღაცეების ტერმინსაც აღარ მოიგონებ იმად დასაცავად. აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება იდიოტიზმის, ამაღლებული ფორმის იდიოტიზმის, არა? და აი აქ შეგვიძლია ვნახოთ კიდევ ერთ პარალელს გავაკეთებ გნოსტიკოსებთან, ვალენტინიანური გნოსტიციზმი, ერთ-ერთი ყველაზე მისტიური, ყველაზე ეზოტერული გნოსტიკური მიმდინარეობა, რომელიც ადამიანებს ყოფს სამ კატეგორიად. ეს არის ყველაზე მაღალი კატეგორია, რომელსაც უწოდებენ ვალენტინიანელები პნევმატიკოსებს. პნევმა ბერძნული სახელი პნევმა, სხვა შორის ძალიან გააქტუალურებული პავლე მოციქულის მიერ. შეგახსენებთ ერთ ციტატას პავლეს კორინთელთა მიმართ ეპისტოლედან. ასო, დაწერილი ასო. კლავს, წიგნი კლავს, ხოლო პნევმა, სული კვლავ აცოცხლებს. ეს არის უმაღლესი ფორმა გნოზისის, შემეცნების, შეცნობის, აი თუ მოცოდნის მიღებისა თუ განხორციელებისა ადამიანში. მეორე საფეხური, ქვედა საფეხური არის ფსიქოტიკოსები. ფსიქე, ანუ სული, საბშვინველი შეიძლება ითქვას, დუშა უსულად, soul ინგლისურად ასე შედგა პრობლემ მიჯინა არაბელის იმ სულში, რასაც პრემა ეწოდება, დუხ უსულად. ეს არის ფსიქოტიკოსები, ადამიანები, რომლებიც წიგნებით, ცოდნით, ცდილობაში არიან ჯაფას არიშურებენ იმისათვის, რომ რაღაცნაირად მოხვდნენ ამ სამყაროში. და არსებობს მესამე კატეგორია ადამიანების, რომელსაც ვალენტინიანელი გნოსტიკოსები უწოდებენ ჰიულეტიკოსები. ჰიულე ბერძნულად ნიშნავს მატერიას. მატერია ეს თორემ არისტოტელესეული ტერმინიც არის. მატერია, რომელიც გნოსტიკოსთა გაგებაში, ვალენტინიანელების გაგებაში ის არის თურად თვისგან შეიქმენი და თურად იქცევი და არაფერი არ მოხდება, არაფერი არ ეშველება. არაფერი არ შეიცვლება იმ ადამიანს, რამდენიც არ უნდა ჩაძახო, რამდენიც არ უნდა ჩააგდო რაღაცაში, ის ვერასდროს ვერ დაინახავს, იმიტომ რომ ეს არის ცარიელი მატერია. და ერთადერთი რითიც შეიძლება ვთქვათ, მან თავისი ცდელობა გამოხატოს, დავაკავშიროთ მამარდაშვილის ისევ იდიოტებას მიშენავასთან, ამაღლებულის იდიოტებთან, ეს შეიძლება იყოს ეს უკანონო პათოსი. უკანონო პათოსი, სხვა შორის მამარდაშვილის ეულიცნება ფრაზა უკანონო ხიარულება. რომელსაც ის თქვა, სხვა შორის ქართველებს ამბობს, რომ ქართველები ცხოვრობთ უკანონო ხიარულებაში. არანაირი საფუძველი არ აქვს ხიარულების და მაინც ხიარულების. და ამ მდგომარეობაში ზუსტად, რატომ გავაკეთე ეს ექსკურსი, ვუბრუნდებით იმ გზას, ჩვენ ლაპარაკობთ ვახსენეთ, ეს ბოლო აკორდისკენ რო წავიდეთ, ჭარბი ძალები კოსმოსში. არ ვიცი, ეს არ არის შემოწმებული, არ არის დადგენილი და დიდად არც მაინტერესებს და არც მოგაწყეთ ამის თავს საიდან აიღო მამარდაშვილმა ეს ფრაზა. რატო ლაპარაკობს ის ხშირად აი ესეთი ბუნდოვანი ფრაზით, როგორიცაა ჭარბი ძალები კოსმოსში. სადაც ყველაფერია, სადაც ხდება ფტობილება. და არა იქ იმ ემპირიულ სამყაროში, იმ მკვდარ სამყაროში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენს. აი როცა ამოვარდნილები ვართ და აი ის რომ ჩვენი ისეთი ამაღლებული და ისეთი პათოსის მატარებელი ზნობა, როგორიც არის სიყვარული,
გება შეგვიძლია და სადაც ის რეალურად ხდება და არა იმ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში და იმაში მოძებნით, ის თვისებებში მოვეძებთ, რატო შეგვიყვარდა. ეს არის სწორედ ჭარბი ძალები კოსმოსში. აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაუგებარი ცნება და მამარდაშვილი იძლევა ასეთ განსაზღვრებას, შეგვიძლია თქვათ პირობითად დავარქვათ, განსაზღვრება ვინ არის ფილოსოფოსი. ამ პოეტის, რაც შორის ფილოსოფოსს და ის პოეტს ის ყოველთვის პარალელურად ხმარობს. Ფილოსოფოსი ყოველთვის ჯაშუშია. Ფილოსოფი всегда является шпионом. ეს შპიონის ჯაშუშის ცხოვრება, რომელსაც ის საკუთარ თავზე ლაპარაკობს. და ეს წინადადება ასე გრძელდება. უცნობი სამშობლოს მოქალაქე. მე არ აქვს მნიშვნელობა, მამარდაშვილმა წაიკითხა თუ არა გნოსტიკოსები ან იქიდან აიღო, მაგრამ ეს ერთ-ერთზე ემთხვევა გნოსტიკურ წარმოდგენას. უცნობი სამშობლოს მოქალაქეობას. და არც იმას არ მნიშვნელობა ეხლა მე კიდევ რომ ჩემი ამბობთან არანაირად არ არის რომ დავამტკიცო რომ მამარდაშვილი არის გნოსტიკოსი. არავითარ შემთხვევაში მე სულ არ მაინტერესებს რომელი რანაირ კლასიფიკაციას მოახდეთ მისის მხოლოდ პროფანაცია იქნება და მეტი არაფერი. ამ სამყაროში მოხვედრის კიდევ ერთ გზაზე მიანიშნებს მამარდაშვილი და ამით დავამთავრებ საკუთარი თავის ერთი წუთით სამშობლოს თემა ეს ასევე ძალიან ფუნდამენტური გნოსტიკური თემა და მამარდაშვილის შემთხვევითი არ არის რომ ამ ლექციებს კურსზე ლექციებს კითხულობს საქართველოში დაბრუნების შემდეგ სადაც მან ბოლო უკანასკნელი 9 წელი გაატარა და სხვა შორის რუსეთში ის აღიქმებოდა როგორც ქართულ ნაციონალისტად რომელიც ზემოდან უყურებდა რუსებს დასცინოდა მათ და იზრდებოდა რომ ქართველები ვართ კულტურული ხალხი ღირსების მქონე ხალხი და ჩამოდის საქართველოში და ეწყება სრულიად ენგრევა ეს მითი. და ამბობს რომ каждое утро я просыпался в самом темном месте черного туннеля, ყველაზე ბნელ ადგილას შავი ტუნელის, ვირაბის ბნელ ადგილას მეგვიძებოდა, საიდანაც არის никакого просвета не было. სადაც არანაირი გამონათება არ იყო. Я имею в виду, что свою жизнь в Тбилиси, გულისხმობ ჩემ ცხოვრებას თბილისში. რომელიც ის არ არის, არანაირად არ უნდა გავიგოთ ეს რაღაც თვით სიძულვილად და სამშობლოს სიძულვილად და ასე შემდეგ. აქ სხვა სამშობლოზეა ლაპარაკი, რასაც ის ლაპარაკობს სწორედ კურსზე ლექციებში. ფინალისკენ მივდივარ. როდესაც ის ბრუნდება, ადამიანი ბრუნდება და ეს შეგვიძლია დავინახოთ, ეს იყოს გასაღები იმისა, სიყვარულის საიდუმლოსიც. მე მაქვს უზარმაზარი გრავიტაციული ვიფხობები უზარმაზარ გრავიტაციულ ველში და ამ გრავიტაციის წერტილი მიზიდულობის ძალა არის ჩემი ნოსტალგია. ეს საკმაოდ ძლიერი აზრი არის, რომელიც შეგვიძლია დავინახოთ ნოვალისთან, გერმანულ რომანტიზმში, ფილოსოფია ეს არის სახში ყოფნის სურვილი, შინ დაბრუნების სურვილი, შეგვიძლია დავინახოთ ჰაიდეგერთან, რომელიც მამარდაშვილს მეგობრებს რომ არ უყვარს ძალიან ბევრი საერთოა მათ შორის და ასე შემდეგ. და ბრუნდების სამშობლოში აი მენატრებოდა ხე მესიზღრება ბავშვობაში, ჩემი ბავშვობის ხე ვეჯახები მას და არაფერიც არ ხდება, არანაირი ემოცია არ მიჩნდება. და ეს მაძლევს საშუალებას იმისა, რომ მე გავიგო რა არის მეტაფიზიკური აპოსტერიორი. ანუ რაღაცა ჩემ გამოცდილებაში არსებული, რომელზეც მოხდა კრისტალიზაცია, გასაგნება ჩემი ემოციების, მაგრამ ეს გასაგნება და ეს საგანი არ არის იდენტური ჩემი გრძნობისა. მე რაღაცა სხვა მინდა. ის რაც მეკაჩება ხისკენ, ის რაც მეკაჩება ჩემი შეყარებულისაკენ, რომელიც არის კონკრეტული ადამიანი და მეგობრები მეუბნებიან რამ შეგაყვარა ხო არ გაგიჟდის ის. პრიგვიან ის მეძავიან რაღაცა. გარავინ არ იცის ამ შემოყვარა და არც მე არ ვიცი და რეალურად ვერც გავიგებ. და არც უნდა ვეძებო, სხვაგან უნდა ვეძებო. ეს სხვაგან უნდა ვეძებო, ეს არის სწორედ ის, რასაც პირობითად ჭარბი ძალები კოსმოსში ქვია და როგორ მივდივარ ამ კოსმოსისაკენ, ესეც ბოლო აკორდი მერე მამარდაშვილის დააზრებიდან საკუთარი თავის გაზავება სამყაროში საკუთარი გაზავებულობისა და მასთან მთლიანობის განცდა. როდესაც ფილოსოფოსი ან პოეტი საკუთარ სულს უნივერსალურ სულში ცვლის. მადლობთ.
გაცნობილი ან შეკითხვები თქვენი გაქვთ პირველი ესეთი შეგექო რა ვიცი ინვესტიციებში პირველად შობა ამერიკასთან ინვესტიციებში როგორც აკადემი და ეს ერთ-ერთი დასახლებელია. აი, რამდენად არის ლოგიკა გნოსტიკოსების სწავლებას და იოანეს სახარების კონკრეტულ დასაშორის გავესწრებია. ყოველთვის მიერ შეიქმნების საერთი იქნა რაოდენი გაიქნა, ხო? ამას როგორ გავიგო? ის რასაც გნოსტიკოსები გლოვობენ ქრისტეს განკაცებას ქრისტეს მიერ არის შექმნილი. ან მათი დასახელებით მაინტერესებს როგორ შეიძლება გავიგოს. მაგრამ იოანეს სახარება მეოთხე სახარებაა და ეს მეოთხეობა და მისი კანონიზაციის გარკვეული არ მოახდინა რა დრამატიზებას, მაგრამ ეს რიგით მეოთხეობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ განსხვავებით პირველი სამი კანონიკური სახარებისგან ძალიან ბევრი საეჭვო იყო მისი კანონიზაციისათვის სწორედ მისი გნოსტიკური ფორმების გამო. არამხოლოდ ის გნოსტიკოსები ხშირად ციტირებენ ან ეკუთვნიან იოანეს სახარებას, არამედ სავარაუდოდ არსებობს ეს მოსაზრება, რომ ის არის თავისთავად გნოსტიკური, დაწყებული პირველად იყო ლოგოსი და ლოგოსი ღმერთთან და ლოგოსის განკაცება და ის იყო სინათლე. აი სინათლე ფაქტობრივად ოკუპირებული ჰქონდათ გნოსტიკოსებს, მათი ერთ-ერთი მთავარი სამუშაო სიტყვა. სინათლის ადამიანი, ასევე ნათელი ადამიანი, ნათელი გიმნელსა შინაჩანს და მე იმას ვერ ეცე და შე. ვალენტინუსთან არის ესეთი განკაცებას რაც შეეხება. საკმაოდ გაუგებარი და ბუნდოვანი ფორმით მთელი შესაქმის ისტორია მოთხრობილი. კომენტატორები ამბობენ, რომ ვალენტინუსის თამამად დროს ვალენტინი არის პოეტური ფორმით მეტყველი და შეგვიძლია მოყვეთ, მაგრამ რომ მოვთხოვოთ ან ვინმეს მოთხოვოთ, რომ ეს გამართო, ეს შეუძლებელი იქნება იმდენად, რამდენადაც ჩვენ არ აქვს ის ენა და ის ცოდნა, ის ეზოტერული ცოდნა, რომ გავიგოთ ზუსტი განსაზღვრებები ვიცით. არსებობს პლერომა, ანუ სისავსე, ბერძნული სიტყვა პლერომა, რომელშიც იმყოფებიან ეონები. ეონები შეიძლება ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ეს არის გნოსტიკური სიმბოლიკა. ჩნდება შემდგომში არის ერთ-ერთი ეონი სოფია, ანუ სიბრძნე, რომელიც არის შეპყრობილი პათოსით, საინტერესო არის, პათოსით იმისა, რომ შემომეცნებელი შეიმეცნოს, პათოსით და ეროსით, სხვათა შორის. ანუ ეს არის ვნება, ეროტული ვნებაც კი, რის გამოც ის ამოვარდება, იმიტომ რომ შეუცნობელი შეცნობა არის მისთვის დაბლოკილი, ასე ვთქვათ, გადახერგილი, ის ამოვარდება პლერომადან და ვარდება გარეთ სივრცეში, რომელსაც ის ქმნის და არქმევს კენომას. კენომა ბერძნულად ნიშნავს სიცარიელეს. ანუ ეს არის აბსოლუტური სიცარიელე და ამ სიცარიელეში ის ორსულდება ლოგოსზე. და ამ ლოგოსიდან ეს ლოგოსი არის ქრისტეს პირველსახე. ეს არის ვალენტინიანური, შეგვიძლია ვთქვათ, მითი, შეგვიძლია ვთქვათ, პოეტური ენა, ანუ კონფლიქტი, რო ავიღოთ, რომ არსებობს დაპირისპირება იოანეს სახარებასთან, ეს არ არის. ანუ მათი შესაქმე, რომელიც უკავშირდება შესაქმის ისტორიის გადაწერა ხდება გნოსტიციზმში, ის უარყოფს და რადიკალურად პირისპირდება ძველი აღთქმის შესაქმეს და ძველი აღთქმის დემიურგს. დემიურგი ღმერთ იაჰვე, ანუ ძველი აღთქმის, ეს არის ბოროტების განსახიერება. ეს არის დამსჯელი ღმერთი, ეს არ არის მოწყალე ღმერთი. მარკიოს ეგეთი რაღაცა, რომ რა ლოგიკით შეგიძლიათ ვინმე დამიმტკიცოთ ან ამიხსნათ, რომ ქრისტეს მამა შეიძლება იყოს აი ეს კაციჭამია მონსტრი.
რომელიც ცეცხლებს აფრქვევს, რომელიც შურიც ხდება იმაზე, რომ ადამიანები ისე განვითარდნენ, რომ მშენებლობა დაიწყეს და მაღალი შენობის აშენება დაიწყეს ბაბილონის კოდონის სახით, ასე შემდეგ. რატო აღიქვა ეს იმათ რას ამბობს არა, რომ დაინახა რომ მათ თურმე ისეთი უნარები გაჩენიათ, რომ გასაკუთრებულად ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ და ამიტომ მოდი ახლა დავსჯი. მე რა რომ ყველაფერი შეუძლიათ მოგობა აშენებენ არა რაღაცას. და მარკიონის აზრი არის ის, რომ ეს არის რაღაცა ურჩხული, ბოროტი, შურიანი, ეჭვიანი, მე ვარ ეჭვიანი ღმერთი და ეს არ არის მარკიონის სხვა გნოსტიკოსებსაც აქვს, რომ მე ვარ ეჭვიანი ღმერთი და სხვას არავის ცეთაყვანჩეც გარდა ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ სხვა ღმერთებიც ყოფილან, თუ კი ის ეჭვიანია და პატიეთებას თუ მიღალატებ, რაღაცნაირად ესეთ ეჭვიანი ქმრის სახის დემიურგი და როგორ რა ლოგიკით ეს მარკიონია, რა ლოგიკით შეიძლება ვინმემ დამარცხუნოს, რომ ამას რაიმე საერთო აქვს ქრისტესთან. ქრისტე, რომელიც აიგივებს თავს საკუთარ მამასთან, რა? ანუ ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ორი განსხვავებულ ღმერთთან ღვთაებასთან გვაქვს საქმე. ადოლფ ფონ ჰარნაკი, რომელმაც აღადგინა მარკიონის მოძღვებები, რომ მარკიონი ფრაგმენტების სახით იყო სხვების ციტატებიდან შემორჩენილი. რეალურად ეს დასკვნამდე მიდის, რომ მარკიონი არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ბევრად უფრო სწორად გაიგო ქრისტეს გამოცხადება, ვიდრე ორთოდოქსულმა ხაზმა ქრისტიანობაში, ანუ ოფიციალურმა, ნომენკლატურულმა საეკლესიო ხაზმა. ანუ თქვენ შეკითხვას რომ დაუბრუნდეთ, ისინი გნოსტიკოსები სხვა ვერსიას იბონებენ. სხვა ვერსიას თანაც არა თარგმნაც, ტრანსილირებაც იმენაზე, რომელიც არის თქვათ ნომენკლატურულ ან კანონიკურ ენაში. რამდენად ამოცურული იყო. აი ერთ რამს შეიძლება მაშინ გასუჟვევია იგივე იოანეს სახარების პასაჟს, როდესაც ქრისტეს საკუთარ თავს იაჰვეს უწოდებს, ხო? პირველ აბრაჰამის ყოფადვე მე ვარ. ანუ მარადული ყოფი, არამე ვიყავი მე ვარ. იაჰვე არ ჩდება იოანეს სახარებაში. იაჰვე არ ჩდება იოანეს სახარებაში. პირდაპირ ამე არა ვარ. მაგენი სპეციალისტი და მაგრამ პირველ აბრაჰამის ყოფადვე მე ვარ. ეს როგორც ხარ გამიგრია ქრისტესთან ვარ არის, რომელიც ამოხატავს მარადული ყოფილს. და არა ამჟამიდან ამ დასასრულში ყოფილს, ხო? ეს არა მარტო რელიგიური თვალსაზრისით, რა, ენდოკრინი, ინსტიტუტადაც ისეა. ანუ ერთ-ერთი ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს, მაგრამ ვერც კანონიკურ ტექსტებში ვერ ვნახავთ ამას, რომ კიდევ არსებობს უამრავი ინტერპრეტაცია და მთელი ეგზეგეტიკა ამისი არა და მაინც ესე არის და იმისათვის, რომ ძველი და ახალი აღთქმების გამთლიანება ყოფილიყო შესაძლებელი, ძალიან რთული ამოცანა იყო და ძალიან რთული შესასრულებელი მოვალეობა, რომელიც ვთქვათ საეკლესიო ეკლესიის ბამბებმა სცადეს. მაგრამ ამას ახლა ძალიან შორს წაგვიყვანს და სხვაგან წაგვიყვანს, შეგვიძლია მე კიდე ცალკე ვილაპარაკოთ ამაზე. ანუ ძალიან ბევრი საეჭვო ნაბიჯი და ინტერპრეტაცია მოყვა. მათ შორის ისეთი, როგორც არის ალეგორიული ინტერპრეტაცია, რომელიც ასევე კონკრეტულ ადამიანსაც კი უკავშირდება ეს ორიგენე. რომელმაც თქვა, რომ ყველაფერი უნდა გავიგოთ ალეგორიულად და ფაქტობრივად ეს მას ნიშნავდა, რასაც გინდა ამოიკითხავთ და როგორც გინდა. თავარია ის მიიყვანო გარკვეულ წყობ სისტემასთან კავშირში. დიახ. მამარდაშვილის ეს ლექცია თქვა და ასევე სხვა პოდკასტის საუბრები არსებობს მაგალითად. ანუ ერთად მე პირადად არ სწორედ ვთქვა, რას ვფიქრობ და მამარდაშვილი ადამიანის აი მარადიული სასწრაფო, რომელიც არის ადამიანში თქვა თეოლოგიური გარემო. ამ შემთხვევაში ის მოხისტიანობას ახარს რაღაც სუბსტანცია, და ადამიანის მატერიალური სხეულის უდომის შემდგომ არსებობს რაღაც მარადიული სასწრაფო, მაშინ რომელსაც აქვს რაღაც სხვა საყაროში, ასე ვთქვათ, არსებობის პერსპექტივა. აი ამასთან დაკავშირებით ის შეხედულება ჩემს პირად უცნობია. პროექტს თუ არა, უცნობია და მეორე შეკითხვა ქრისტეს პიროვნებას როგორ უყურებს. ისე ვთქვათ, ფილოსოფიური გავლენა თუ არის მათ აი პირდაპირ ქრისტეს პიროვნების შეფასება მამარდაშვილის
დავიწყოთ პირველი მამადაშვილი არ არის თეოლოგი და არ ლაპარაკობს თეოლოგიურ პრობლემებზე და არც დოგმატიკაზე საერთოდ თარგმნის სუბსტანცია, სულის უკვდავება, ასეთი დოგმატური ფორმულები არა თავსებადია მის აზროვნებასთან, ისევე როგორც არ არის თავსებადი არა მხოლოდ დოგმატიკური ქრისტიანული დოგმატიკის ფორმულები, არამედ თუნდაც ფილოსოფიური ტრადიციების დოგმატური ფორმულები. ამიტომ არ ვერ გაუგია თქვა რომელ ფილოსოფიურ მიმდინარეობა შეიძლება ის მივაკუთვნოთ. სულის უკვდავება მამარდაშვილთან, რომელიც ან პროცესს სულის უკვდავებას არ ვიტყოდი, უკვდავება. ეს ჩდება კურსზე ლექციებში ბოლოსკენ და სულ ბოლო ლექციაში, მეგობრებო, 33 ლექციაში არის ეს პირველი ლექციების კურსის. ის ლაპარაკობს ისევ და ისევ დეკრისტალირებულ სიყვარულზე, ანუ როდესაც ჩვენ ვახერხებთ სიყვარული მოვაცილოთ, ან ჩვენი ეს პათოსი, რომელიც შეიცავს მეტაფიზიკურ ელემენტს, მოვაცილოთ არა თუკი კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული საგანი არის კრისტალიზებული ფორმა და ჩვენ მაშინ იქეკებით, რატო შემეყვარდა და თვალები მომწონს თუ შუბლი მომწონს თუ კერდი თუ ვიცი რომელიღაცა თვისება და ვერ ვიპოვეთ განწეული ვართ ამაში. ჩვენ ვახერხებთ ამას თავი დავახციოთ და გადავიტანოთ მეტაფიზიკურ გაზომილებაში. აი ამას და შესაბამისად ჩვენ ხორციელდებით იმ ჩვენს გზნობაში, რომელსაც ვეძებთ. აი ამას უწოდებს მამარდაშვილი უკვდავებას. შეიძლება ცოტა ჩემი სიტყვებით გადმოცემული აზრია. მეორე შეიძლება პარალელი გავავლოთ ბატონიშვილის ძალიან დიდი სიახლოვეები შეგვიძლია დავინახოთ ვიტგენშტაინთან. ის არაერთხელ ციტირებს და ვიტგენშტაინს აქვს ასეთი ასევე ლოგიკურ ფილოსოფიურ ტრაქტატში ასეთი რამ, რომ თუკი ჩვენ უკვდავებაში გულისხმობთ არა უსასრულო დროის დინებას, მარადიულობაში, არამედ არადროულობას, არადროითობას, დროიდან ამოვარდნას, ვინც, უბრალოდ ესე აქვს ჩვენზე არის, ვინც მარადიულობაში გულისხმობს არა უსასრულო დროის დინებას, არამედ არადროითობას, unzeitlichkeit გერმანულად, ის ცხოვრობს მარად. შემდგომ მოყვება ესეთი ტირე, ის აწყოში ცხოვრობს. იმიტომ ყველაზე დიდი შეუძლებლობა ეს არის აწყოში ცხოვრება. აწყოში ყოფნა ისაც დასწრებულობა, რასაც დასწრებულობა ქვია, თანამონაწილეობა ქვია, აქ ყოფნა ქვია. აქ ვარ და ვარ აი ამ მომენტს ვიჭერ, ჩემს ამ ყოფნის, ყოველ წამს ვიჭერ. აი ეს არის ვიტგენშტაინთან უკრავება. აი სწორედ ეს მისტიური ელემენტი, რომელსაც ვიტგენშტაინი ლაპარაკობს. ძალიან ახლოს არის ეს მამარდაშვილის საუბარებასთან. და მეორე რაც შეეხება ქრისტეზე ლაპარაკს, იცით, ესე მეხუთე-მეექვსე ლექციები, კურსზე ლექციები, სადაც ის ქრისტეს ჯვარცმაზე ლაპარაკობს. და თუნდაც თუ არ მოგაწყეთ თავს, თლიანად Ведь Христос распят на образе самого себя, людьми, которые ожидают от Него вполне определенных вещей, требуют чудес. Он ироничен по отношению ко всем тем, о которых Христос как раз и говорил, что Он недолго еще будет с племенем развратным. Он имел в виду муку человека, образ которого раздваивается, разрывается между действительным смыслом его дела и тем, как его представляют, что от него ожидают. Для этих людей Христос это только чудеса. Мама Адамияна Бисатрис, Христе Полдопот составления. Чудесное исцеление, делание хлеба на 1000 толпу и тому подобное. Конкурნება, ურის გამრავლება, ათასობით ადამიანზე და ასე შემდეგ. Так вот, образ распятия есть также трагическая ирония по отношению ко всем этим ожиданиям. Როდესაც ქრისტესში ის რადგანი ხილობს, ამაზე არ ლაპარაკობ. ინტერესებს რეალურად, არა? ისე როგორც პარალელურად სხვა შორის იმავე გვერდზე ლაპარაკობს ნიჩეზე. Is აზრი რომ გადავიდოდა ქრისტეზე, ის ვისაც
დაიწყოს ლაპარაკი ქრისტეზე, რატომაც ის მოუხმობს ქრისტეს აი ამ სახეს, ჟადოქრის, სასწაულმოქმედის, გამკურნებლის, შემდგომში წარმოვიდგინოთ რა არის ბრძანებელი, იმპერატორი, ყოფილქრისტიანული დოგმატიზმიდან გამომდინარე, საჯული, მოსამართლე და რა ვიცი რამის ჯალათი და ასე შემდეგ, არა? ამას ეს ყველაფერი არის მოლოდინები ადამიანებისა, ადამიანური მოლოდინები ქრისტეს მიმართ. და ქრისტეს ჯვარცმა მართლაშვილისთვის არის ირონია მათ მიმართ. აი ესეთი მოლოდინების მიმართ. და მანამდე ის ლაპარაკობს ნიჩეზე. და ამბობს, რომ ნიჩეც იქნა ჯვარცმული საკუთარ სახეზე, საკუთარ ობრაზზე, ხატებაზე. სწორედ იმ ადამიანების მიმართ, რომელმაც ნიჩეში დაინახეს, ან ღმერთი მოკვდა, ან რაღაცა ზე ადამიანი, წარმოიდგენს ზე ადამიანი დაკუნთულ ბიძად, ვიღაცა რომელიც ყველაზე ძლიერია და ღონიერია. ანუ აი ესეთი ვულგარიზაცია რომ მოხდა. ქრისტე არის ერთ-ერთი იმათ ყველაზე ცნობილი მაგალითი აი ამ გავულგარულების და გაპრიმიტიულებისა, რომელადაც აქცია ის აქციას ადამიანებმა მისი გადატანით იმაში, რასაც მამადაშვილი ადამიანურ მდგომარეობას ყოფს. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ნიცშეს და ქრისტეს პარალელურ კონტექსტში მოიხსენია? ერთსა და იმავე ლექციაში კონკრეტულ დღეს და კონკრეტულ ერთ-ორ გვერდზე მიხდება მიდის მათი შედარება. ეს არის პირველი გამოცემას თუ აიღებთ კურსზე ლექციების 82 წლის ლექციების, ეს არის გვერდი 89. და ნიჩე, რომელიც ნიჩეს თვითონ ჰქონდა ეს, რომ ის თავის თავს უკანასკნელ წერილებში თქვენ წერთ მე მის მომრჩენებმა და მის ყველაზე თაყვანის სცენონმა გეორგ ბრანდესმა მიმართა მას, რომ მე თქვენ აღმოგაჩინეთ და რა ბედნიერი ვარ და რაღაცა და ნიჩე ამაზე პასუხობს, რომ თქვენ წერთ, რომ მე თქვენ აღმომაჩინეთ, ახლა თქვენი თავარი ამოცი ეს არ ყოფილა ჯადოქრობა, ეს არ ყოფილა ეს გერმანული სიტყვა შეგვიძლია ესე ვთქვათ ფოკუსი ყოფა ჯადოქრობა თუ რაღაცა გასაკუთრებული ხელოვნება, ეხლა თქვენი ამოცანა არის დამკარგოთ და ხელსაწერს ჯვარცმული. და ნიჩე თეოლოგიური განათლების არის, ნიჩე მღვდლის შვილი არის, საერთოდ ეს ადამიანს რომელსაც მართლა რელიგიურ გარემოში მოუხდათ, ან რელიგიურ ცოდნა მიიღეს, ისინი ხდებიან მე ამბოხები აი წარმოდგენების მიმართ, რაც არის რელიგიების, დოგმატური რელიგიების თუ ინსტიტუციონალურ ნომენკლატურული რელიგიების მიერ თავს მოხვეული და დიქტატით მოცემული თავისი მიმდევრებიანთ, არა? აი ამასთან პროტესტის უზარმაზარი გამოხატულება არის თვითონ ნიჩეშიც. და ნიჩესთვის ღმერთის მკვლელები არიან სწორედ ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც არიან ღმერთის მიმდევრები. თუმცა შემთხვევაში თავს აღცხადებენ ის მიმდევრებად. ერთი მარტივი შეიძლება შეიძლება თუ არა ადამიანი იყოს აზროვნების ანუ თვითონ აკეთებდეს სპირიტუალურ აქტებს, თვითონ სუბიექტივის და ობიექტივის აკავშირებდეს, ანუ მისთვის სულ სამყარო იყოს ობიექტურის და ამას გებულობდეს და ამას ხვდებოდეს სუბიექტურად, ანუ ეს ინტიმურად აკეთებდეს და ამ დროს ის არ იყოს გნოსტიკოსი. რა თქმა უნდა, ეს სადაც შეიძლება რომ აი ესეთი ამ წერტილას იდგეთ და ამ დროს გნოსტიკოსი არ იყო, ანუ სად მთავრდება გნოსტიკოსი? ისეთ გნოსტიკოსობა ერთი მხრივ მარტივი არის იმ თვალსაზრისით, რომ გნოსტიკოსი უწოდოთ, იმიტომ რომ გნოსტიკოსობა არ გულისხმობს არანაირ ჩარჩოებს, აი თქვა არსებობდა მე-20 საუკუნეში ამავე დროს ანტიგნოსტიკური მთელი რაღაცა ისტერია. ამისი ავტორი არის გერმანელი პოლიტოლოგი თუ პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი ავტორი ერიკ ფეგელინი, ულტრაკონსერვატორი, კათოლიკე, ერთგული კათოლიკე და სხვა შორის კათოლიკე ანტიგნოსტიკოსებს აქვს ზუსტად ის წარმოდგენა გნოსტიციზმზე, რომელსაც პრინციპში არაფერი საერთო გნოსტიციზმთან არ აქვს. მაგრამ ისინი როდესაც ლაპარაკობენ გნოსტიციზმზე, ეს რა უბედურება და რა საშინელება არის, ძირითადად იმეორებენ აი კათოლიკე პოლიტოლოგის ერიკ ფეგელინის აზრებს. რომ ეს არის რაღაც აბდაუბდობა, ყოველგვარი სიმყარის გარეშე, ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე, ყოველგვარი ესეთი გასაზრდელობების გარეშე, უნდობლობა გარესამყაროს მიმართ, უნდობლობა იმის, რომ ადამიანი შეიძლება გამოვასწოროთ,
შევცვალოთ რაღაცა წავიყვანოთ უკეთესობისკენ და ასე შემდეგ. კი ეს ყველაფერი არის და კიდევ ერთ-ერთი მთავარი რომ ქალი და მამაკაცი იმათთვის განურჩეველია, როგორ შეიძლება ერთი რაღაც ადამიანს თავში მოვიდეს, რომ ქალი და კაცი ერთ სიტყვაზე დააყენოს ეს გნოსტიკოსები პირველები იყვნენ ეს გააკეთეს და მათთვის აბსურდი არის რომ შეიძლება თქვა რომ კაცი არ ემატება, მამაკაცი არ ემატება ქალს და ეს პრაქტიკულადაც ხონდათ არა და ეს იწვევს მათში გაღიზიანებას რომ ეს არის დარღვევა წმინდა საკრალური რაღაცა წესრიგის და ასე შემდეგ. იმდენად არის მართალი, რამდენადაც ეს არ გულისხმობს გარკვეულ დოგმატურ ჩარჩოებს, იმიტომ რომ ჩვენ მოვათავსოთ, რომ თქვა აი ეს არის გნოსტიციზმი, ეს არ არის. უნდა შემოვიდანოთ საზღვრები. ეს არის სწორედ გასვლა ამ ჩარჩოებიდან და ამ საზღვრებიდან. და ამდენად სად იწყება და სად მთავრდება, ცოტა ძნელი პასუხი გასაცემია. ამდენად ვთქვათ, როდესაც მამარდაშვილს ვცდილობ აი კლასიფიკაციის მიღმა, რომ რა არის, იმიტომ რომ არც ის არის პოსტმოდერნიზმი, არც მოდერნიზმი, არც რაღაც კრიტიკული თეორია, არც ის არის, არც პრაგმატიზმი, არც პოზიტივიზმი, არც რაღაცა ენის ფილოსოფია, არც რა ვიცი, რაც კი მის თანამედროვე საფმაროში ტრიალებს, არა, არც რაღაცა კლასიკური გაგებით მეტაფიზიკა, არც ფენომენოლოგია, თუმცა ფენომენოლოგიასთან ყველაზე მეტად აკავშირებენ და ასე შემდეგ, არა? მაშინ რა არის და ვფიქრობ, რომ ეს არის გნოსტიციზმი. სხვათა შორის ძალიან გამიხარდა წელს ერთი ჰოლანდიელი მკვლევარი, რომელიც მამარდაშვილს იკვლევს, იმან თქვა ასეთი რამ კონდა ესეთი ზამთრის სკოლა და უცებ ლაპარაკი დაიწყო იმაზე, რომ მამარდაშვილი არის ტიპიური გნოსტიკოსი, მის კლასიფიკაცია თუ ვიდეო და თქვა ეს არის გნოსტიკოსი. მე მაგი გამიხარდა ერთადერთად მეც მქონდა იგივე აზრი და მისგან არ გადამიღია, მაგრამ მეც ესე რომ ვფიქრობდი სასიამოვნო განცდა ხომ რაღაცა ფილოლოგიური განცდა. მაგრამ ამავე დროს აი თავარი ნიშანი რა არის გნოსტიციზმის, რომელიც ძალიან ძლიერად არის მამარდაშვილთან, თუმცა გნოსტიკოსებს ეს არ გამოუგონიათ. თავი გავანებოთ გარე სამყაროს. აი ეს არის სიმონ ვეილთანაც და ასე შემდეგ. იქ ნუ ვეძებთ, აი აქ ჩვენ ოფიცივცეში ნუ ვეძებთ რაღაცა შეშანება და ეს ვეძებთ. ადამიანი რომელიც არ ეძებს გარეთ და ამის საზრზე შესვლა საკუთარ თავში. ანუ ღმერთი არ არსებობს ჩემს გარეთ. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ჩემში. ეს არის ამოსავალი წერტილი მამარდაშვილის. ესაც ყველაფერი რასაც აკეთებს ის ხო გნოსტიკოსი არის. აი შეიძლება თქვა პირობითად დავარქვა. პირობითად შეგვიძლია უწოდოთ გნოსტიკოსი. მაგრამ არ არის აუცილებელი. ანუ ასე არ უნდა გავიგოთ ისევ და ისევ გნოსტიკოსი რაღაც რომელიმე კონკრეტულ გნოსტიკოს სწავლებასთან მივაბათ და მასთან მიმართებაში გავიგოთ. But ის თავში კი არ ეძებს ღმერთს. თავის თავში საკუთარი თავში ძიება არის ერთადერთი ძიება საერთოდ. ვერსაც ვერაფერს სხვაგან ვერ იპოვი. ვერანაირ ჭეშმარიტებას ვერ იპოვი შენი თავისგან, შენი პირადი განცდისგან, პირად შენ სხეულში გაუტარებლად არ არსებობს არაფერი. ეს არის მამარდაშვილთანაც და ეს არის ტიპიური გნოსტიკური დამოკიდებულებაც. სორატ გაგიშ. პლატონის გავლენა არსებობს ყველა იმ ადამიანზე, ვინც პლატონის შემდეგ დაბადებულა. არ მესმის რასაც ვძაღებთ, გამოქვაბულის იგავი მოიტანა. კი, და ზოგადად გნოსტიკოსები პრინციპში არიან, მე ვერ დავარქვევ ეს არის ნეოპლატონიზმი, ნეოპლატონიზმი ოფიციალური ვავიღებთ. კლასიფიკაციით იწყება რაღაც პლოტინიდან, მაინც თავარი ნეოპლატონიკოსი პლოტინი არის, არა? მაგრამ არა ამ კლასიფიკაციით გნოსტიკოსები არიან ნეოპლატონიკოსები, პლატონიკოსები არიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნებისმიერი ტიპის ამავე დროს ჰერმეტული აზროვნება თუ ეზოტერული აზროვნება, პლატონი არის სათავე ყველანაირი ეზოტერიზმისაც ამავე დროს. პლატონი არის ყველაფრის სათავე. ჩვენ ვერანაირად აი პლატონთან რაც შეგვიძლია და ძალიან ახლოს დავაკავშიროთ იგივე ზუსტად მაგ იგავში გამოქვაბულის იგავში რაც არის არა
თუმცაც მიჩნეულია, რომ ეს არის ალუზია სოკრატესზე და სოკრატეს იდოლზე. ეს არის მოწამეობა. ანუ ფილოსოფოსი, რომელიც გავიდა გამოქვაბულიდან, ამოვიდა, დაინახა ნათელი და მაგრამ ის ბრუნდება უკან და ბედავს იმ ხალხს, რომელსაც არ უნდათ იმის გაგება, რომ სხვა რეალობაც არსებობს, სინათლეც არსებობს. ყოველთვის იმ არჩევდილებით, რომელსაც ხედავენ და ეს არის თვითკმარი. და მადლობელი არიან, რომ მეც ვერაფერს ვერ ხედავენ. და როდესაც ეუბნები, რომ ეს ასე არ არის, ისინი გაგლეჯენ შუაზე. და პლატონის გამოქვაბულის იგებში იგავი, უნდა დაბრუნდეს მიუხედავად იმისა, რომ იცის, რომ გაგლეჯენ შუაზე. ამიტომ ამდენად პლატონთან პირველად შეხება მოწამეობის ელემენტი, რომელიც რომლის შემქმნელების ქრისტიანები არიან. არსებობს ესეთი დაპირისპირება, პოლემიკა ქრისტიანებსგან, ოფიციალურ ქრისტიანებსა და გნოსტიკოსებს შორის, ანუ ორთოდოქს ქრისტიანებსა და გნოსტიკოსებს შორის, რომ ოფიციალ ორთოდოქსებისათვის დაადასტურო იყო მოწმე ქრისტესი, ნიშნავს ეწამო. ჯვარზე ეცვა, თავი მოგაჭრა და ასე შემდეგ. ამასთან ჰქონდათ გნოსტიკოსებს ძალიან დიდი პრობლემა, რომ თქვენ რა შუაშია ეს ყველაფერი? რატო უნდა მოაკვლევინო თავი? რატო გონიათ, რომ ტანჯვა ეს არის ძალიან ესეთი მატერიალისტური გაგება მოწამეობის? რატომ დაგხავთ მოწამეობა ფიზიკურ ტკივილებამდე? არ არის ტანჯვა ფიზიკურ მხოლოდ და მხოლოდ ვიღაცა რომ გირწყავს, წკეფლავს და თავს გაჭრის. ტანჯვა ბევრად უფრო დიდი და მძიმე არის ყოველგვარი ესეთი სადომაზო სცენების გარეშეც. და მე ორი წლის წინ ლექციაში მქონდა ეგეთი განცდა, მეორე საწინააღმდეგო მოწამეობრივი მარტიროლოგიური პარადიგმა, რასთან გნოსტიკოსები იყვნენ დაპირისპირებული, რასაც უარყოფდნენ. მოწამეობრივი პარადიგმა, რომ ბოლოს მამარდაშვილი გადადის მეთქი გნოსტიკოსობიდან, გადადის მარტიროლოგიაში, ის ხდება როგორც მოწამე. ის იქნა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ახლა არ არის აუცილებელი დაეხურით და ვინმესთან ჩამოარჩო, მაგრამ მამარდაშვილი მოკლული არის იგივე იმ საზოგადოების მიერ, ზუსტად აი თქვენი ის ლაპარაკობს ჭეშმარიტებას და მთელი ის საზოგადოება მომართული იმისთვის, რომ ჩახობო, მომართული იმისთვის, რომ გააჩვენო. დღესაც არსებობს რაღაცა ფანტაზიები, რაღაცეები, რაღაცა ზღაპრები, რომელსაც მიაწერენ მას და რაღაცა ათასი სისულელი, არა, მტერი, ქართველი ერის მტერი და რაღაცა კრემლის აგენტი და რაღაცა ეგეთები, არა, მაგრამ ის მისი ცნობიერი, მე ვერ წარმოვიდგენო, ეს არ არის მისი ცნობიერი, მან იცოდა ნაბიჯი, მან იცოდა რაზე მიდიოდა, ეს იყო მისი ბოლო აკორდი. მე ამას ვიტყოდი, რომ ძალიან გავს, რა ვიცი, ვისაც ამ აქტით მე არ გულისხმობ ფილოსოფიას ან სოფელოს, ამ აქტით და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აქტი. ეს რა ვიცი, მახსენდება პაზოლინი, ძალიან გავს, ის მან იცის, რომ ეს თამაში არის ძალიან ძვირი თამაში, ძალიან ძვირი ფასის გადახდა მოუწევს მას ამისთვის. მას მოკლავი აუცილებლად და მიდის ამაზე. აი ეს არის, მაგრამ ჩვენ ნუ დავიყვანთ ისევ და ისევ არ არის ორთოდოქსების საკუთრება. მოწამეობა, ანუ აქ სხვა ტიპის მოწამეობაზე, უფრო ეს ბოლო თვითონ გნოსტიკოსები იქცნენ თავად მოწამეებად, ყველა გნოსტიკოსი მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული აიგრძალა, გაჩნდა სახელმწიფო რელიგია გახდა ქრისტიანობა, ის დაერიგნენ და დაიწყეს მასობრივი მოსპობა, ფიზიკური განადგურება, ყველა იმისა, ვისაც ისინი ერეტიკოსებს უწოდებდნენ და ერეტიკოსი სიტყვა გამოიგონეს გნოსტიკოსების აღსანიშნავად, არა? და შესაბამისად ისინი ხდებიან სამიზნეები, რა თქმა უნდა, რა ადამიანი, რომელიც ბედავს და ამბობს, მაგრამ იცის, რომ ეს თუ იცი უფრო მეცვირი, თუ ის რაღაცა კრიტერიუმიც კი არის, თუ ადამიანი განსხვავებაში ამთავრებს, ეს რაღაცას იტყვება. რაღაცი სიტყვი ფინალური აქტი არის, რომელიც გვაგებინებს რამდენად სწორი ქვეყნის ცხოვრება. დიახ. ამართლებს თუნდაც თვითველებს იმხდებით, რომ ისინი ცხოვრობს დამოკიდებით ამ აქტით შეიძლება უფრო მე
ვთქვი, რასაც გულისხმობთ, კაბინოს სიზიფეს მიდი იწყება ელექტროარსენოს ერთადერთი შეშმარება ფილოსოფიური პრობლემა, თვითმკვლელობის პრობლემა, მაგრამ ამის ერთმანეთთან დაკავშირება მე მგონი არა ბოლომდე დაკავშირებადია, იმიტომ რომ თვითმკვლელობა თუ არის ქრისტიანული დოგმატიკის თანახმად დანაშაულის სულიწმინდის მიერ და სულიწმინდის მობა, ამას არანაირ ფილოსოფიურ დამოკიდებულებასთან კავშირი არ აქვს, იმიტომ რომ ვთქვათ ფილოსოფოსის ერთ-ერთი პირველი სახე არის ვთქვათ ემპედოკლე. ფილოსოფოსი, რომელიც ჭეშმარიტების შემეცნებისათვის ხტება ეთნას მაგმაში, ლავაში უფრო სწორედ, თავს იკლავს არა და ეს არ არის დეპრესიიდან გამოწვეული თვითმკვლელობა ან რაღაცა ევთანაზია, როგორც ფროიდმა შემთხვევაში იყო და ასე შემდეგ არა. ფროიდისთვისაც ეს რაღაცა ტკივილის გაძლება არის. ან ასე შემდეგ, არა? ანუ ფილოსოფია ვთქვათ არ არსებობს ვთქვათ რაღაცა ფილოსოფიური დებულება, რომელიც გაგვაგებინებდა თვითმკვლელობას, არა? მაგრამ დამოკიდებულება, რომ ფილოსოფია არ არის საჯული, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ეს თვითმკვლელობა კარგია, ან ცუდია, რაღაცას აქვს უფლება მოიკლას თავი, ან არ აქვს უფლება მოიკლას თავი და ასე შემდეგ. ანუ ფილოსოფია არ არის ამდენად დოგმატური რელიგია, საერთოდ არ არის დოგმატური. ბატონო? ვერ გავიგე. ეთიკაც შეისწავლის, ანთროპოლოგიაც შეისწავლის, სოციოლოგიაც ახლა პირველი ფუნდამენტური ნაშრომი გამოკვლევა სუიციდზე, თვითმკვლელობაზე, გულის ემილ დურქჰაიმს, ასევე ვთქვია თვითმკვლელობა, რა. მაგრამ ეს შესწავლა აღნიშნავს განსჯას, არანაირად განსხვავებით, მაშინ ფილოსოფია არ არის ფილოსოფია, იქნება რელიგია. ეკლესიური დოგმატური რელიგია, რომელიც რელიგია განსხვავდება დოგმატური რელიგია, რომ ის გეუბნება ეს არის სწორი, ეს არ არის სწორი, ამის უფლება და გამის უფლება არ აქვს და როდესაც ესეთი ელემენტი შემოდის ფილოსოფიაში, ეს არ არის ფილოსოფია, ეს სხვა რაღაცაა. დიახ. იცით, ეს არაერთი გამოვა, შეიძლება ეს უნებლიეთი და ეს დამოკიდებულება მაღალდაშის ამ ჯვარცმის როგორც ირონის თვითონ ქრისტესთან. სკორსეზეს თანაც ჯვარცმა რაღაც ეს სკორსეზეს ფილმში? დიახ, სპასტინის ეს დამოკიდებულება თვითონ რაღაცა ირონია ზემოთ დადგომა არის. აქაც ჯვარცმის ეს გარკვეული პოზიტიური მომენტი, ჯვარცმის პოზიტიური. იცით, თქვენი აბსოლუტურად თუ თქვენ დააკავშირეთ ეს ლეგიტიმური არის ჩვენ არანაირ ჩარჩოებში არ ვიმყოფებით. არის ისა რამდენად პირადად ვთქვათ მამარდაშვილთან პირდაპირ კავშირზე ხაზის გავლება შეიძლება ეს ალბათ არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა თქვენ თუ ამას ხედავთ ეს თქვენი აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება არის რომ ასე დაინახოთ და საინტერესო არის თავისთავად რა თქვენ თქვენ ძალიან რომ აი ძალიან მაინტერესებს ეს თქვენ ძალიან გნოსტიკოსები უარყოფენ რევოლუციის გზას და თქვა რასაც შეცვლი უარესი შეიძლება წარმოიდეს. აი თქვა ცხოვრობ შეთვის მიუღებელ სამყაროში არის. აი როგორ უნდა არ შეცვალო შეგუების მომენტს თუ საკუთარი თავი უნდა შეცვალო, აი როგორ აქვს. იცით რა არის ვერ არ შეცვლაზე კი აი დღეს არა რამდენადაც ვერ შეცვლაზე. ანუ შეცვლის უკან ან სურვილის უკან ჩდება ამავე დროს რამდენიც გარე სამყაროსკენ არის მიმართული არა ძალიან დიდი ძალაუფლების წყურვილი და ძალაუფლება უნდა მოიპოვო რომელიც პატრონს ლენინი ამბობდა ქუჩაში აგდიანო ნაიღო და გამოიყენო შესაძლებლად თავისთავად არა არც ერთ მათგანს არც ერთ რევოლუციონერს ბოროტი აზრი არ ქონია მას სიკეთეს რევოლუცია წინსვლის საწინდარია საერთოდ რა თქმა უნდა მაგრამ თქვა გნოსტიკოსის დამოკიდებულება არის ის რომ ამ სამყაროში არაფერი არ ხდება ეს ყველაფერი ილუზია ხა ილუზია შეიძლება ძალიან ბუდისტური ის გამომივიდა და ილუზია ვასე სასარა და ესა მაგრამ ამას არ გულისხმობ ძალიან დიდი სინთეზები არის რა ოფიციალურ ქრისტიანობაშიც და გნოსტიციზმშიც და ამდენად ეს არის თავიდან ბოლომდე და აი ამ შემთხვევაში არის ძალიან გნოსტიკოსი მეშვეობა მამარდაშვილი და არა მარტო მამარდაშვილი այլ მისი უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე პრინციპოსკიც ალექსანდრე პრინციპოსკიც
ეს ყველაფერი ეს სულიტა, ანუ ეს ამაოება არის, ამაო ხარჯები არის, მაგრამ თუმცა თვითონ უკანასკნელ წელს თვითონაც დამოკიდებულება რა შემოგვე კი ის არ შემოგვების არის საკუთარ თავზე მუშაობს. ეს და დამოკიდებულება კავშირში უნდა ჩართი დიოგენესავით, გამოდის ესე, ხო? მისი ორი ინტერვიუ რო გავხსენოთ. ერთი არის ჟიზ შპიონა, ჯაშუშის ცხოვრება და მეორე ჩემი გამოცდილება არ არის ტიპიური. იქ რაზე ლაპარაკობს, არა რომ მამადაშვილი იყო კომპარტიის წევრი და კიდევ ის პრაღაში მუშაობდა მისი ვაპროსი მირაი სოციალიზმის რედაქციაში, ჟურნალის, ანუ იდეოლოგიურ ჟურნალში და ამას ის ხსნის რომ მე იმიტომ რომ მე ცხოვრა, ანუ ფიზიკური არსებობა იქნებოდა თუ ასე შემდეგ და მინდოდა პრაღაში წასვლა და წავედი 62-დან 65 თუ 6 წლამდე იყო ის პრაღაში, ის ქართველი შოვინისტი ნაციონალისტების მოგონილი რომ 78 წელს პრაღაში არის, 78 წელს მოსკოვში იყო და მუშაობდა და მე 78 წელს გააკეთეს კიდევ ახალი სამსახურიდან, სხვა სამსახურიდან. ის ხსნის ამით რომ მე კი იქ ვარ, მაგრამ არ ვარ მისი მონაწილე. ანუ ჩემთვის კომუნისტური პარტიის წევრობა არაფერს არ ნიშნავს. მე არ ვარ კომუნისტი. ეს არის ფორმალობა და არ მეუხერხულება. მე არ მონაწილეობ მათ თამაშებში, არ მონაწილეობ მათ იდეოლოგიაში, არ ვაშენებ მათ. და შესაბამისად რამდენადაც ჩემთვის მიმართული არის შინაგანი სამყაროსაგან ყველაფერი და ჩემი სხვაგან ვეძებ რამეს ეს მე არ მეხება ეს მოცემულობა რომელშიც მე ვიმყოფები და არ მონაწილეობ არ ვაშენებ მე ამ იდეოლოგიაზე ვერასად ვერ მოვისრო მამადაშვილს რაღაცა იდეოლოგიური საბჭოთა იდეოლოგიური ნაშრომი დაეწერა სამბერამე მიგებს რეალობას დიახ ნიჩე რაშიც აკრიტიკებს ოფიციალურ ქრისტიანობას და ამ შემთხვევაში ოფიციალური ქრისტიანობა იგრძნობს და დოცოლის ციტირებს ტერტულიანის ნოსტიკოსების მთავარ ოპონენტს და ტერტულიანის აქვს ეგეთი ისა რომ ის ეხება ანტიკურ იდეალებს. ეს არის მეორე საუკუნე, ჯერჯერობით არ არის ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიასთან ლეგალური რელიგიაც კი არ არის. ქრისტიანები ცხოვრობენ კატაკომბებში, არა? ეს არის იატაკქვეშა მოძრაობა. მოძრაობის თავისი კრებებიც აქვთ, ეკლესიებიც აქვთ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ჯერჯერობით ესეთი underground-ი, ასე ვთქვათ, არა? იატაკქვეშა მოძრაობა. და ისინი იფრთხილდებიან საკუთარ იატაკქვეშეთობას. ზუსტად იმ მიზნითაც, რომ თქვათ არ მოხდეს მათი მიბმა სახელმწიფოსთან, არ მოხდეს მისი მიბმა ძალაუფლებასთან, არა? და პირველი ქრისტიანობა საერთოდ გაურკვეველი არის, არ არის ჩამოყალიბებული დასრულებული ფორმით დოგმები. მაგრამ აი პოლემიკაში შემოდის ის, რომ ჩვენ გვყავს მოწამეები, თქვენ გყავთ ათლეტები. ეს არის ტერტულიანის არგუმენტი. და აი ამას ციტირებს ნიჩეს მორალის გენეალოგიაშიც აქვს, რომ იძახის, რომ ქრისტიანებმა დაიწყეს სისუსტის უძულურების იდეალიზაცია და მიმართეს ეს არის პლებეების ამბოხი არისტოკრატიზმის და სიძლიერის წინააღმდეგ. ამისი ნიჩეს დაყვანა ერთ ფორმულამდე, რაც მათ ძალიან ბევრმა სცადეს, პირველად ნაცისტებმა სცადეს, 1000-მა ვიღაცა სცადა, რომ გამოეყვანათ რაღაცა ერთმნიშვნელობა, არის თავიდან ბოლომდე ფალსიფიკაციაზე აგებული. აი ამიტომ არის რომ ნიჩეს მამადაშვილი განიხილავს ქრისტეს პარალელურად. ამიტომ უწოდებს ის ჯვარცმულს ნიჩესაც. ანუ ეს სისუსტის კრიტიკა, ამისი დაყვანა ისევ და ისევ ერთ რომელიმე ფორმულამდე, უბრალოდ ვერ ხელს შეგვიშლის გავიგოთ ნიჩე. თუ კი სურვილი გვაქვს რომ გავიგოთ.
ეს ერთ-ერთი ურთულესი მოაზროვნეთაგანი არის კაცობრიობის ისტორიაში იმის გამოც, რომ ნიჩე არის ზუსტად იმ კატეგორიის მოაზროვნე, რომელიც არ მეტყველებს ოფიციალურად კონვენციონალურ ფილოსოფიურ ენას. ჩვენ რომელიც ენასაც უნივერსიტეტებში სწავლობთ ან ვასწავლიან ან ვასწავლით, ეს არის კონვენციური ენა, შეთანხმებული ენა, ეს ტერმინი ნიშნავს ამას, ეს არის ამ სფეროს ნაწილი, ეს არის ამ სფეროს ნაწილი. ეთიკა არის, ეს არის ესთეტიკა, ეს არის ონტოლოგია, ეს არის გნოსეოლოგია და ასე შემდეგ. ნიჩე არის ზუსტად იმ კატეგორიის მოაზროვნე, რომელიც ყირაზე ამხობს ამ ყველაფერს. ნიჩეს ენობრივად აპირებებს. მისი გერმანული ეს არის სრულიად მოდიფიცირებული, გამოგონილი გერმანული. აი ამ დონეზე მიდისა რა. და ამდენად ჩვენ ვერანაირად ძალიან გავაფუჭებთ მის ნაზრებს, თუ დავიყვანთ რაღაც ერთ ფორმულა. თქვენ? ძირითადად ეს ფერაც მოპოვეთ, ეს არის ვალენტინიანური სკოლის წარმოდგენა, იმიტომ რომ ეონებიც და პლერომას და კენომას სხვა გადაცარი, კენომა უკვე ვალენტინი ეწერება, რა ესეც არის. გადარჩენას და ხსნას რაც შეეხება. აქ არის კარდინალური განსხვავება ხსნის რელიგიებს, სალვატორულ რელიგიებსა და ქრისტიანობა იქნება, ისლამი იქნება და ასე შემდეგ. და გნოსტიკურ მოძღვრებებს შორის. თუ კი ოფიციალურ ქრისტიანობაში, ორთოდოქსურ ქრისტიანობაში ეს არის ხსნელი მოვიდა და ყველანი გადავრჩებით, თუ გარკვეულ რიტუალურ პრაქტიკების დონეზე იქნება თუ ასე შემდეგ. არაფერი მსგავსი არ არის გნოსტიციზმში, იმიტომ რომ ეს არის ინდივიდუალური ძალისხმევა. არ არსებობს არანაირი ხსნის პროგრამები, საეკლესიო თუ სახელმწიფო პროგრამები, რეცეპტები, რომლის მიხედვითაც შეგიძლია საკუთარი თავი იხსნა. ეს არის წმინდად პიროვნული გამოცდილება. რა თქმა უნდა, ეს უკვე არის იმის ნიშანი, რომ გნოსტიციზმი ვერ გახდებოდა რელიგია. ვერ გახდებოდა საყოველთაო რელიგია, იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით ეს არის ძალიან ელიტარული მნიშვნელობით, რომ მას ყველა ვერ შეძლებს. პრედესტინაციას მე მაინც ვერ დავინახავ, იმიტომ რომ კი არის ეს ჰიულეტიკოსები არის ვალენტინისთან და ვალენტინიანურ გნოზისში, რომლებიც განცირული არიან და პრედესტინირებული არიან შესაბამისად იმისა, რომ თუ რად დაიბადნენ და თუ რად იცხოვრებენ ცხოვრება და თუ რადვე იქცევიან და არაფერი მათ არ შეეხებათ. მაგრამ ესეც არ არის აუცილებელი, რომ წარმოვიდგინოთ იმათ, რომ